მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია გადაცემა პროექტი Veritas. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს წარმოგიდგენს სტუმარს ვანო წერეთელს, რომელიც გახლავთ TSEU-ს ასოცირებული პროფესორი და კოალიცია ცვლილებისთვის წევრი. და ჩვენ განვიზრახეთ, ვისაუბროთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. ვითარება კი საგანგაშოა. ჩვენს მიმოწერაში მეხუმრობით ასე აუხსენი ბატონოვანოს რომ ვისაუბროთ ჩვენს ვაკხანალიაზე თქვა და მართლაც საკმაოდ რთული ვითარება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით საშინაო პოლიტიკაში აბსოლუტური აბსურდი და რაღაცა ისეთი თემების მოშველიება რომელიც არ ვიცი ჩვენ სადმე გვიყვანს და ძალიან მძიმე თემა რომელშიც ალბათ ყველა შეწუხებული ვართ ეს არის განათლების რეფორმაც ჩვენ ნელა მივყვეთ ახლა ამ საკითხებს არ ვიჩქაროთ და აი ახლა უკვე რაღაცა თითქოს ისეთი ვითარება შეიქმნა მე ესეთი შტაბიშტილება შემექნა და ესეთი ტონი მინდა მიცე ჩვენს დისკუსიას რომ მრავალი ასე თქვათ საერთაშორისო ერთგვარი პროცესებია რომელშიც საქართველოს აბსოლუტურად გამოტოვეს აი სრული იგნორირება მოხდა და თან ამ პროცესებში ასევე თავისებური აჩემებები და სიგიჟეები არ აქვს და ამ სიგიჟეებშიც კი არ დავაკმაყოფილეთ ჩვენ მათ რომ მათ გვერდზე აღმოჩენილიყავთ ახლა ტრამპის უკანასკნელი რაღაცა ავანტიურა რომელიც ჩემი აზრით მაინც ძალიან უცნაურია მაგრამ ამ ავანტიურაშიც საქართველოს ადგილს ვერ ხედავს აი წარმოგიდგენიათ ასევე არსებული ასე თქვათ დისკუსია ჩვენ მივესალმებით მეზობლების კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მაგრამ ამ დისკურსში უკვე გამოჩნდა ისეთი თანამშრომლობა სადაც საქართველოს აბსოლუტურად გვერდს უვლიან და ეს გვერდი თავლა კიდე დაახლოებით ისეთი შინაარსის არის რომელშიც უფრო მეტად უპატივცემულობა იგრძნობა ვიდრე დაუშვათ საქმიანი რაღაც აუცილებლობა რომელშიც ეს გვერდი თავლა უბრალოდ აი არავითარი პირადული უბრალოდ ბიზნესი. აი მე მექმნება ესეთი შტაბიშტილება ვანო შენ იქნებ შემისწორო ან გააღმაო ეს აზრი რომ როგორც აი სამეზობლო თემში შევნიშნოთ რომ ვიღაცა სულიერად ავად არის და ვცდილობთ არ ვაწყერინოთ მაგრამ ვცდილობთ არც დავიამხანაგოთ აი რაღაცნაირად თითქოს თავისთვის ჭდილივით დადის არ ვაწუხებთ არ ვამჩნევთ თითქოს საერთაშორისო სისტემა ამდაგარად რეაგირებს ჩვენს გონებებზე შე როგორ ფიქრობ ეს შტაბიშტილება ჩემი კი მოგესალმები ირაკლი მოგესალმები მაყურებელს დიდი მადლობა მოწვევისთვის და შენთან საუბარი ყოველთვის მიყვარს დროც არის შენი კომპეტენციაც ამისთვის ძალიან კარგია და ბევრი მიმართულებით შეიძლება წასვლა მით უმეტეს აგერ სანამ შემოვიდოდით ეთერში ვთქვით კიდეც რომ ამ ვაკხანალიას ბევრი წახნაგი აქვს და კი ბატონო ბოლომდე გააზრებას და გაანალიზებასაც კი ვერ ასწრებ ადამიანი ისე სწრაფად იცვლება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არამედ ქვეყნის გარეთაც და აი მოდი ჩავშალოთ პირველ რიგში ესეთი მეთოდით მივყვეთ საუბარს მე მოვხაზავდი იმ როგორ ვთქვათ კონტურებს და იმ სივრცეებს სადაც ხდება ახლა აი ეს ძირითადი თამაშები და აი მე ვნახოთ მე ჩვენ სად ვართ ანუ რა ვგულისხმობ აქ გეოგრაფიულს არ ამხოლოდ რა და მე ვგულისხმობ აი მოვლენათა აი ამ რაღაცა კონსტრუქციებს ორი ამბავია ეს არის 2024 წლის არჩევნები სადაც ბიძინა ივანიშვილი დამარცხდა და მე მოიპარა ეს არჩევნები და აქ შეიძლება ამაზე საუბარიც ვისი ბრალი იყო და როგორ მაგრამ ნუ ეს ასე მოხდა და ყველაზე მნიშვნელოვანი როდესაც 2000 ამავე წლის 28 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის ხელდასულმა ადამიანებმა გამოაცხადეს საქართველოს ისტორიული ცივილიზაციური და დამოუკიდებლობის შემდგომ პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმართულების ცვლილება ხო ნუ სრულად გადახვევა გაჩერება იმის რასაც ჩვენ
ისტორიის განმავლობაში ხან ოცნებობდით, ხან ვემსახურებოდით და რაღაც დამოუკიდებელი საქართველოს 1990-იანი წლების მერე უკვე აქტიურად დაიწყეთ ამ მიმართულებით ცვლა, იმიტომ რომ თანამედროვე გლობალიზებულმა სამყარომ მოგცა ამის საშუალება, რომ მივსულიყავით იქ, სადაც გვინდოდა. ანუ გულისხმობ დასავლურ პოლიტიკურ ინსტიტუციებსა თუ რაღაც ევროატლანტიკურ სივრცეებს, ისე როგორც ყოფილიყავით კულტურულ ცივილიზაციური თვალსაზრისით იმის რეალური ნაწილი, რასაც წარმოვადგენდით ყოველთვის, ხო? ნუ ისტორიას იმიტომ გულისხმობ, რომ ისტორიულად რაღაც შეიძლება დროის რაოდენობრივი თვალსაზრისით უფრო მეტი დრო ჩვენ გატარებული გვაქვს აღმოსავლურ ეგრეთ წოდებულ კარჩაკეტილობაში, ჩვენი აი რაღაცა გეოპოლიტიკური მდებარეობის და ისტორიის გამო, ვიდრე ვთქვათ, ვიყავით იქ, სადაც გვინდოდა რომ ყოფილიყავით. ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ევროპასთან და იმ ადგილთან, რაც გულისხმობ, ანუ საკუთარ სახლთან ასე ახლოს, როდესაც ვართ კულტურულ-ცივილიზაციური თვალსაზრისით, ხდება ის, რაც საქართველოში ხდება და რა უშლის ამას ხელს. ხო, ამას ყავს ორი მთავარი აქტორი, რომელიც ერთ დიდ მთლიანობას შეიძლება წარმოვიდგინო და ამასაც მე აი სამყაროში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში ვილაპარაკოთ. ეს არის ბიძინა ივანიშვილი საქართველოში, რომელიც რეალურად არის როგორც არ უნდა არ გვემეტებოდეს ქართველი კაცი აი ამ სიტყვის გამოთქმისთვის, ახლა არის რეალურად რუსი. ანუ ეს არის რუსეთის ხელდასმული, ანუ აქ არის გულისხმობა იმას, რომ მაინდა-მაინც ყოველდღიურად რეკვა იმაში კრემლში და დავალებებს იღებს თუ ასე შემდეგ, მაგრამ რასაც აკეტებს პუტინი საერთაშორისო მასშტაბით, იმის გაგრძელებაა საქართველოში ბიძინა ივანიშვილი. ანუ ის რაც ან პირიქით რო ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ახლადღევანდელი ქმედებები ემსახურება პუტინის დიდ რაღაცა გეოპოლიტიკურ თამაშებს. და ეს ერთმანეთის საჭიროება გამომდინარეობს იქიდან, რომ ხელისუფლებაში ყოფნა სჭირდება ლეგიტიმაცია, ანუ რაღაცამ ლეგიტიმურობა უნდა მოქცეს და სოფლიო ისტორია ვისაც ახსოვს და შორს ნუწავალთ, ხო, მაგალითად, ბევრი ფორმა არსებობდა ამ ლეგიტიმაციის, ну, მაგალითად, რატომ უნდა ყოფილიყო მეფე ბაგრატიონი, ამის გამო დაიწერა მთელი მითოლოგია შეიქმნა ამის გამო, რომ ბაგრატიონი მეფე იმიტომ უნდა ყოფილიყო, რომ ის არის შთამომავალი ღმერთის. აი ეს რაღაც ეს არის ლეგიტიმაციის საშუალება, ან უფრო გავაზღაპრულოთ და გავალამაზოთ, ეგვიპტელებმა პირამიდები ააშენეს, ფარაონებმა იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ, რომ ის ამიტოა ღირსი. ხო, ну, ეს აბარა მაშინ კითხვა ისმის, რატო შენ და არა მე. ამ კითხვას დემოკრატიამ ძალიან მარტივი პასუხი გასცა. ვისაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ის იქნება მართველი ორგანო, ოღონდ იმითი, რომ უმცირესობა ჩართული იქნება მართვის სისტემაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადანაწილებული იქნება ხელისუფლება სხვადასხვა შტოებს შორის, ხო? არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებს, არამედ არასამთავრობო, მედია, რა ვიცი, თვითმმართველობები და ასე შემდეგ. ეს არის საქართველოში ახლა წესი და რიგით ლეგიტიმაციას ხელისუფლებისას უნდა ახდენდეს ეს. მეორე მხარე არის თვითლეგიტიმაცია და თვითაღიარება, ის რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ანუ ავტოკრატიული სისტემა, როდესაც მან უკვე იცის, რომ რეალურად აი დემოკრატიული თამაშის წესებით აღარ ეკუთვნის ხელისუფლება, მაგრამ უნდა რომ იყოს, იმიტომ რომ ნუ რატო უნდა, იმიტომ რომ ეს არის შემოსავლის წყარო, მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს ბევრ ფულს, ფულს კი არა, ბევრ ფულს. ანუ მეტს არაფერს. მე აქ შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, ნუ არიან ხო და ვიღაც ნიშნავს, რა ვიცი, რეჟისურას, ვიღაცა მწერლობას, ხო, ეს ასოცირდება ადამიანები რაღაცებთან, თავისუფლებასთან ასოცირდებიან, ხო, ადამიანები, რა ვიცი, ილია ჭავჭავაძე ინტელექტთან, ერის დაბადებასთან ასოცირდება და ბიძინა ივანიშვილის ის რასთანაც ბიძინა ივანიშვილი ასოცირდება, ეს ორი რამეა, მიტაცებული ძალაუფლება, რომელიც დგას ბევრ ფულზე. ანუ ამას არც მალავს, ხო, ეს ადამიანი ყოველთვის და ყოველგვარ ხაზს უსვამს იმას, არა მარტო ქმედებაში, არამედ უпростоრად არა მარტო საუბარში, არამედ ქმედებაშიც, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფული. რას გულისხმობს ახლა მას? ის რომ მან არ უნდა დაკარგოს ის რაც რაღაც გზებით მოიპოვა და ამის შესაძლებლობა რა არის? მას არ უნდა არც რუსეთში ყოფნა და არც არსად. ეს არის იდეალური გარემო, სადაც არის როგორც მეფე. მოდი ვთქვათ ასე, ხო, ნუ აი, რა ვიცი, შუა საუკუნეების ტერმინებით რო ვილაპარაკოთ, მართლა ბევრ მონარქს შეშურდებოდა ის მასშტაბი ძალაუფლების, რომელსაც ის ფლობს შიგნით თავისიანების.
ხვდებით ხო რა აი რასაც ლაპარაკობთ თვითონ რაც შექმნა იმის შიგნით ხო და თუ სადმე ოდნავ რაღაც პრობლემას ხედავს იმ წუთში აპატიმრებს თავისიანებსაც აბა რატომ ნახეთ ჩვენ აქ იგივე მისი შვილი სახით წარმოგვიდგინა ღარიბაშვილი მეტი ოჯახის წევრობა რას ნიშნავს ხო და ისიც კი საპატიმროშია სუსის უფროსი რომელიც მიჟი მარჯვენა ხელი იყო ისიც აპარატო იმიტომ რომ კონკრეტულ მომენტში ბიზნესმენში აღმოაჩინა რომ ამ ხალხს დაუგროვდა ბევრი ფული რამდენიმე ადამიანს იმდენი ფული დაუგროვდა რომ თუ ისინი ერთმანეთთან დაკავშირდებიან შეიძლება საქართველოში ბიზნესმენის ფულს უკვე აჯობონ შეეშინდა და ამიტომაც აი ეს რაღაც თამაშის ამ ფორმას მიმართა და ისინი აღმოჩნდნენ ციხეში იმისათვის რომ მე გარდა იმისა რომ ესენი დაეშინებინა და ესენი ასე თქვა მოკლედ გაენეიტრალებინა სხვები დაეშინებინა ანუ აჩვენა რომ არ დაგინდობთ არავის ანუ მარტო ის კი არა რომ მაგალითად დავიჭერ ოპოზიციის ლიდერებს გავანადგურებ დემოკრატიას და არამედ დაგიჭერთ თქვენს ანუ ოჯახის წევრების იქით შვილების და ამის იქით ოჯახის წევრებს არ გულისხმობ შვილებს გულისხმობ თუ ჯერჯერობით არ მომხდარა ეგეც არ ვეცით ბოლომდე ვის არ გაწირავს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლებისთვის რომ თუ ოჯახის უფრო გავზრდით და ბიძაშვილმა მინდაშვილები მეგობრები და თანამებრძოლები ოჯახის წევრებად უნდა ჩავთვალოთ საქართველოში ქართული კულტურა ეგრე მუშაობს ხო ეგრეა ჩემთვის ბიძა ეს ხალხი ოჯახის წევრები არიან მაშინ ვთქვათ რომ საკუთარი ძალაუფლების გამო ის ოჯახის წევრებსაც გაწირავს ამიტომ ლეგიტიმაცია რომ აღარ აქვს ბიძინა ივანიშვილის მიმართა მეორე მხარეს რა არის მეორე მხარე ეს არის ავტოკრატია რომელიც საყრდენიც არის ჩვენ სამეზობლოში გონებით ცდომად არეალში სადაც რაც მოქმედებს ჩვენს ასე თქვა ჩიდა პოლიტიკაზე არის პუტინი ანუ მისი მთავარი საყრდენი ახლა ის რომ ძალაუფლებაში დარჩეს არის პუტინი საბოლოო ჯამში ჩვენ დავიწყეთ შიგნიდან და მოდი გავყვეთ გარეთ პრინციპში აქ ხდება ზუსტად საქართველოში ხდება ზუსტად ის რაც სამყაროში ანუ რაღაც თვალსაზრისით ეს არის ნახეთ საიდან დავიწყებ ცოტა შორიდან 90-იან წლებში როდესაც ცივი ომი დამთავრდა ჭკვიანმა ხალხმა ანუ ორი ძირითადი აი ორი საყრდენი ტექსტი აქვს ამას ყველაფერი ხო ტექსტებით იწყება და ორი საყრდენი ტექსტი აქვს ეს არის ჰანტინგტონი და ფუკუიამა რომელმაც დაიწყეს მსჯელობა რა იქნება მომავალი სამყარო როგორი იქნება მომავალი სამყარო ბევრი რომ არ ვილაპარაკო და თუ დაგჭირდა მე იქიდან მოვიყვანოთ რაღაც ამბები და მე გამოჩნდნენ ამის გამგზელებლები არაერთი ადამიანი და მოაზროვნე ჩაერთო ამ ასე თქვა დისკუსიაში დიახ ახ მარტო მკვლევრებზე არ არის ჟურნალისტები ფარიდ ზაქარია მაგალითად და ასე შემდეგ იმიტომ რომ მართლა ძალიან გონივრული შემოთავაზება იყო იგრძნო ჰანტინგტონი რატოა ამ შემთხვევაში ჭკვიან გარდა იმისა რომ აკადემიური თვალსაზრისით მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანია პრაქტიკულ საქმიანობაში იყო ჩართული ანუ პოლიტიკას აკეთებდა მოკლედ ამ მონაწილეობდა ამ პოლიტიკის კეთებაში და იგრძნო ეს ამბავი რომ რაღაცისკენ ეს მეორე დღესვე არ შეიცვლებოდა ანუ ცივი ომის დამთავრება საბჭოთა კავშირის დაშლა მეორე დღესვე ახალ წესრიგს არ შექმნიდა დაიწყებოდა რაღაცა გარდამავალი პერიოდი ტრანზიციის თუ რა ვიცი ტრანსფორმაციის პერიოდი რომელსაც სამყარო რაღაც ახალ ასე ვთქვათ რეალობამდე არა წესრიგამდე უნდა მieყვანა იმიტომ რომ რაც დაუშვათ აი და ავიღოთ მაგალითად დღევანდელობა და 90-იანი წლები ეს წესრიგი არ არის თავისთავად წესრიგი შეიძლება ყველაფერს უწოდო მაგრამ ეს მაინც არის ტრანზიცია ანუ მიდის სადღაცამდე ეს რაღაცები ხო ანუ მაგალითად ცივი ომით ცალსახა წესრიგი იყო კაფიოდ განსაზღვრული თამაშის წესები ბანაკები რომელიც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და ასე შემდეგ აქ ერთ რაზეც მინდა ხაზგასმა ჰანტინგტონის და საბოლოო ჯამში ფუკუიამამ შეიძლება სხვაგვარად დაიწყო თავიდან და რაღაც ისტორიის დასასრული უწოდა ამას და ასე შემდეგ ნუ ჩაუყრავდებით თუ რაღაც კითხვა გაჩნდა მერე საბოლოო ჯამში მაინც რაღაცნაირად გამოიკვეთა ერთი ამბავი რომ ღირებულებები იქნებოდა თავარი მიზიდულობები რის გარშემოც დაჯგუფდებოდნენ სახელმწიფოები ან სახელმწიფოზე უფრო მაღალი ისა ფართე გაერთიანებები ანუ რას გულისხმობ თუ კი ცივი ომის დროს სახელმწიფოები დაჯგუფდნენ იდეოლოგიების გარშემო და ანუ თქვა ცხელი ომის დროსაც მეორე მსოფლიო ომის დროს და მერე ცივი ომის დროს რაღაც ორი სამყარო დარჩა ასე ვთქვათ აი ამის მერე თითქოს ისე გამოიკვეთა მაინც რომ ყველამ აღიარა ღირებულება კულტურის და ღირებულებების უპირატესობა აი ამ გადაჯგუფებებზე და ახლა შეიძლება ამაზე საუბარი იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში წინააღმდეგობის მთავარი ხაზი სწორედ ამაზე გადის ან თავისუფლებასა და არათავისუფლებას შორის ანუ ის რაც ივანიშვილის მაგალითზე ვილაპარაკეთ რომ
ლეგიტიმაციას როგორ მოიპოვებენ ხელისუფლებები, ხო? რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ტრამპზე, როგორი ფორმითაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ერთ რამეზე ყველამ თავხდებით, რომ ეს არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი. ხვალ თუ დაჭირდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და თუ ჩათვალო რომ ტრამპი აღარ მოწონს და ეს ასეც ხდება, იკლებს მისი აუცილებლად გადაირჩევენ. ეგ კი არა და გადაწყვეტენ მე ისევ რესპუბლიკელმა გაიმარჯვოს თუ დემოკრატმა. ანუ ამას გული რატო და კიდე ერთი ტრამპს ყველაფრის უფლება არ აქვს. ანუ კი თამაშობს აკეთებს იმას, მაგრამ ის დემოკრატიული სისტემაა და ამ დემოკრატიულ სისტემაში ეს რიქცევა ესე მარტივიც არ არის გადაწყვეტ ბევრი ნახეთ მაგალითად იგივე საგანმანათლებლო სისტემასთან ბოდიში ამ ჯახი მოუვიდა და იქ ვერ გაიმარჯვა იმ მასშტაბებით, იმიტომ რომ წინააღმდეგობა შეექმნა, სასამართლო ამუშავდა, თვითონ ეს თვითმმართველობა, როგორც საგანმანათლებლო სისტემა, როგორც თვითმმართველობა ამუშავდა და ამას ვერ მოერევა. იმიტომ რომ ის დემოკრატიული სამყაროა. მე მართავს რომ ის გრენლანდიის და სხვა მსგავსი თუმცა მე გრენლანდიაზე ჩემი დამოკიდებულებები მაქვს და ჩემი აზრები, რა თქმა უნდა, ხა რატომ ცით ფაქტი ერთია, რომ ახლა შევდივართ იმ რეალობაში, რაც 90-იან, რაზე ლაპარაკეთ 90-იან წლებში დაიწყო. ის მომავალი აი ახლა დგება და სხვათა შორის დაოსის დღევანდელი და ეს ბოლო შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო ამ თვალსაზრისით გაანალიზებისთვის. ახლა ბოლომდე ჯერჯერობით ყველა ტექსტი, ყველა გამოსვლა ვერ დავამუშავე, ასე ვთქვა და არ არის საბოლოო სახით თქვა ეს გააზრებული, არა მხოლოდ ჩემი რაღაც ბევრი ჭირდება ამას კიდე ანალიზით, თუმცა იქ მაგალითად ძალიან ფანტასტიკური გამოსვლა ჰქონდა კანადის წარმომადგენელ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც შეიძლება კაცრი იყო, შეიძლება მაგრამ ძალიან რეალისტური და კარგი გამოსვლა ჰქონდა, ასე ვთქვა და მკაფიოდ თქვა, რომ ახალი სისტემა ყალიბდება. მოდი რა ვაღიაროთ ის, რომ აი ცივი ომიდან მოყოლებული საერთაშორისო ურთიერთობების იმ ფორმამ, რომელიც არსებობდა მოჭამა ჭირი ბოდიში ამ გამოთქმაზე, რატომ? რომ ეფექტური აღარ არის. ნახეთ რა არის ამის თავარი, ამ სისტემის მთავარი საყრდენი იყო დემოკრატიული ქვეყნები. პირდაპირ ასე ვთქვათ, ხვასია რა, დემოკრატიამ აი ეს სისტემა შექმნა, მაგრამ ისე გამოვიდა დაგიზიანოთ ეს ისე გამოვიდა რომ ამ დემოკრატიას რაღაც სისუსტეები გამოუჩნდა. ანუ ავტოკრატიამ დროში სისწრაფეში აჯობა რა. ანუ შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ავტოკრატიამ სისწრაფეში აჯობა. დემოკრატია უფრო მაგალითად მით უმეტეს ევროპაში ცოტა დუნეთ, ნელა იღებენ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ ნუ განხილვა უნდა ესე მუშაობს. ავტოკრატიულმა რეჟიმების წარმატებამ, რას გულისხმობ წარმატებას, ნახეთ, განსაკუთრებით ჩინეთისამ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ წარმატებას გულისხმობ და რასაც მოყვა ფინანსური რესურსების ზრდა და ამ ფინანსური რესურსების ზრდა მერე გამოიწვია მასშტაბების, ხა ისედაც მასშტაბურია ჩინეთი, მაგრამ მე გულისხმობ, ხომ ასე ინდოეთიც ბევრნი არიან, მაგრამ არ გულისხმობ რაოდენობრივ მასშტაბებს, არამედ მასშტაბურობის და ამერიკა დააფიქრა. ანუ მაგალითად იგივე ამ თუნდაც ცოტა გადავხდით ახლა თემაზე, მაგრამ ეს არის რაც განსაზღვრავს. ახლა ნახეთ, საბოლოო ჯამში სამყარო ჩემი ხედვით სამყაროს თამაშის წესებს ძირითადად ახლა განსაზღვრავს ამერიკისა და ჩინეთის, რავი, თუ გნებავთ ჯერჯერობით ქვედინებები დავარქვათ აი წინააღმდეგობა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტილებებს იღებს იმის მიხედვით, რა აწყობს მათ ჩინეთთან ურთიერთობაში. ანუ როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ ხვალ ზეგ დღეს თუ ვერ ჯობნის, ხვალ ზეგ მაზეგაც ვერ აჯობოს ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს და არ იქცეს არათუ პირველ ნომრად, არამედ მის ტოლსწორადაც კი. იმიტომ რომ მოდი ისიც ვაღიაროთ, რომ მით უმეტეს 80-იანი წლებიდან ცივი ომის პირობებში ამერიკა ზუსტად რაღაცნაირად შეიძლება ამის თქმა უკვე, რომ ზუსტად იცოდა, რომ რუსეთი მისი საპირწონე ვეღარ იყო. ნუ 70-იან წლებში შეიძლება ეს ასე იყო, კარიბის კრიზისები, რაღაც იქით შეეძლო შეექმნა პრობლემები, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე, იმიტომ რომ ეკონომიკა ამის მთავარი საზომი არის და თქვათ ეს კვლევები, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ, აჩვენებდა ამას, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით მაგალითად ვარაუდებიც კია დაწერილი, რომ ისინი ვარაუდობდნენ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა სადღაც აი ახლა უნდა დაშლილიყო რა 2030-იანი წლების, ანუ მეც ვერ გაუძლებდა ეს როგორც სისტემა. ნუ იქ უბრალოდ განსაზღვრა ისტორიას თავის ბედი აქვს, ამიტომ არ შეიძლება ყველაფერს ვარაუდი, იმიტომ რომ გამოჩნდა რომ თქვათ პუტინის რა ქვია ელცინი და ელცინის და რაღაცა შიდა ამბებმა, ნუ ცოტა შეატრიალა, მაგრამ ეს კვლევა მაინც ლოგიკური აღმოჩნდა. ნახეთ, ახლა მოვიდა რუსეთი იმ მდგომარეობამდე, რომ და ეს ომი კიდევ უფრო დააჩქარებს, აი ამ უკრაინის ომი კიდევ უფრო დააჩქარებს რუსეთის
მოდი როგორ დავარქვათ, იცით, მეორე ხარისხოვან ქვეყნად გადაქცევას, იმიტომ რომ გამოიფიტება, საბოლოო ჯამში მაინც გამოიფიტება. მე ვამბობ იმას, რომ შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ჩინეთი არის მთავარი საპირწონე, ამერიკას აღიქვამს, ჩინეთი არის მთავარი საპირწონე მისთვის, არ აწყობს რუსეთის ბოლომდე განადგურება. რატომ? იმიტომ რომ უცბად მიიღებს იმას, რომ რუსეთის არა მხოლოდ ტერიტორიებს, არამედ აი ამ რაღაცა შესაძლებლობებს, რომელსაც რუსეთს როგორც ტერიტორიას და როგორც მადანი იქნება ეს თუ ამ შემდეგ და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ არქტიკული ამბები, არქტიკას, იმიტომ რომ რუსეთი არქტიკული სახელმწიფოა, აქვს რაღაცა დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებლობები იქ ისტორიული გამოცდილება აქვს არქტიკაში ცხოვრების და მისიათვისების. უცბად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რუსეთის ნაცვლად არქტიკულ სახელმწიფოდ იქცა ტექნოლოგიურად განვითარებული ჩინეთი. ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ მომავალ კიდევ უფრო მომავალ სამყაროს რომ გავხედოთ, არქტიკა როგორც ჩანს და ამას დავურთოთ დათბობის პოლიტიკა, უბრალოდ დათბობის პროცესი და ის რომ მომავალი ტექნოლოგიები დამყარებული იმ ნედლეულებზე, რომელიც აქ მოიპოვება, გარდა გაზისა რაღაცა იმ სტანდარტული ისტორიული, ასე ვთქვათ, ენერგიებისა, არის რაღაცები, ამიტომაც ეს გრენლანდია ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. და მე მგონია რომ უბრალოდ ჩემი ხედვაც ასეც ან შეიძლება არ მოგწონს ფორმა მის ტრამპის მოქმედების, მაგრამ ერთი რამ ცხადია რომ პოლიტიკა არქტიკის მიმართულებით, პოლიტიკაში არქტიკის მიმართულებით დასავლეთი უნდა გახდეს უფრო ხისტი თუ უფრო მკაცრი თუ უფრო მაგარი. ეს არის ფაქტი. ანუ ნატო და ასე შემდეგ, აი ამ ჩარჩოში ისინი აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ, რომ აი ეს არქტიკული სიმდიდრე არის ძალიან მნიშვნელოვანი და მომავალი სამყაროს გამსაზღვრელი. ამას საბოლოო ჯამში ეს ამაში შეიძლება რომ ჩავთვალოთ, მე არ ვიცი თქვენ რამდენად იცით ეს ამბები, მაგრამ ახლა ამის გამო როგორც რო წაიკითხავ, მე ცოტა სხვაგვარად ხედავ ამას, იმიტომ რომ მაგალითად ჩინეთი უკვე რუსეთში არსებული რაღაცა გამოცდილებები აქციეს ჩინეთმა და რუსეთმა საერთო გამოცდილებად და სხვათა შორის მთელი პოლიტიკა აქვს ჩინეთს არქტიკის მიმართულებით და მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს საზღვარი საკუთარ თავს მომავალში არქტიკის ქვეყნად მოიაზრებს და ბევრ რაღაცას აფინანსებს, რაც თითქოს არის რუსულ-ჩინური ერთობლივი კვლევები, ერთობლივი რაღაცა პროცესები და ნუ რეალურად კი საქმე რასთან გვაქვს, ეს არის ჩინური ფული. ამიტომ ეს მე მგონია და რატომ? იმიტომ რომ აი რაც კანადის ასე ვთქვათ ხელმძღვანელამ იმან პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ახლა უკვე იკვეთება ის, რომ ძალის პოლიტიკა რაღაც დონეზე ბრუნდება უკან. აი სად ვარ ჩვენ, ეს არის პრობლემა ახლა ჩვენთან. და ამის მიუხედავად, რომ ესეთი ვითარება და ამ ფრიად უცნაურ დინამიურ ვითარებაში ჩვენ გვაქვს ავტოკრატია. საასახა ავტოკრატია თუ უფრო მეტი მძიმე ფორმაა რა. ჩვენ მაინც ამ სისტემისთვის მაინც უცხო მიუღებელი სუბიექტი ვართ. ანუ ამ სისტემისთვის არა გამოსადეგი სუბიექტი ვართ. ანუ ის რომ ავტოკრატია არა, მაგრამ გარკვეულწილად ეს ავტორიტეტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების და პოლიტიკური სტილის პრაქტიკა თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში გვაქვს ახლა. ეს აის რაღაცა მთელი რაღაცა სიგიჟეები რაც იქ არის და თუნდაც გრენლანდიასთან კომუნიკაციის ფორმაც აირჩია და ასე შემდეგ. აი ეს ავანტიურული, უფრო ყველპურული საუბარი თან უმაღლესი დონის პოლიტიკაზე და არა ისეთ პოლიტიკაზე, რომელიც რა ვიცი რაღაცა ჩვეულებრივ მუნიციპალურ საკითხს განიხილავს. იქაც სლენგებით, იქაც ისეთი ჟესტიკულაციებით საუბარი და ამის მიუხედავად ჩვენ მაინც მათ გემოვნებაში არ ვждებით. აი ეს როგორ აი ამაში არის მთელი უცნაურობა. ესენი ძალიან ცდილობენ რომ როგორღაც ხო შენიშნონ აი ახლა ამას სიდათ ძალიან გულობყვილო განცხადებაც კი წავიკითხეთ დღეს რომ ჩვენ ვაკრიტიკებთ deep state-ს და ჩვენ არ გვნიშნავენო და ახლა ეს deep state-ი ამერიკულ ასე თქვათ პოლიტიკურ დღის წესრიგში სულ სხვა შინაარსის და სულ სხვა ასე თქვათ პოლიტიკური ცნების აღნიშნული ფორმა არის აქ deep state-ში მემარცხენე ასე თქვათ დღის წესრიგი იგულისხმება deep state-ში რა ვიცი ისეთი მედია სისტემები იგულისხმება რომელიც აი ამ მემარცხენე რადიკალურ ლიბერალიზმს გულისხმობს ეს მემარჯვენე პოპულისტების მიერ გამოყენებული მარგინალური ტერმინია იქაც მარგინალური ტერმინია მაგრამ აბსოლუტურად არ გულისხმობს
რაღაცა ესეთი მასონურ ლოჟებს როგორც ამათ ხო, ნუ აქ რას გულისხმობენ ესენი რაღაც მითოლოგია. ესენი რას გულისხმობენ, ეს საერთოდ დაუდგენელია. ეს საერთოდ დაუდგენელია, ვერც ხსნიან ტერმინია. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ეს ყველაზე მარტივია რა. ხო. ანუ მასისთვის ეს ყველაზე ეს გამოცდილი და ადაპტირებული გაუგებარი ტერმინი, რომელსაც რეალურად შინაარსი არ აქვს. და არც იქ არ აქვს შინაარსი. არცად არაფერი არ აქვს. აქ უბრალოდ ესენი ეს რა მტკიცება ნახეთ ბიძინა ივანიშვილის მიზანი რა არის? ბიძინა ივანიშვილის მიზანია რომ დასავლეთმა აღიაროს ის როგორც ავტოკრატია. ანუ რაღაცნაირად დასავლეთმა აღიაროს რომ ეს სივრცე არის ბიძინა ივანიშვილის და დაუწყოს მას ლაპარაკი. ამას ორი რამ უშლის ხელს როგორც უნდა ისე ჩათვალოს ყველამ. ქუჩაში ხალხი რომელიც არ გაჩერდა და ამან არ მისცა საშუალება ბიძინა ივანიშვილს რომ არგუმენტები ეთქვა რა გინახე მე ყველაფერს ვაკონტროლებ რა და მოდი ხო ვილაპარაკოთ აბა რა გჭირდება შენ ჩემგან ეს ერთი და შიდა წინააღმდეგობა პოლიტიკოსებმაც ციხეში აგზავნეს ჩვენ და მაგალითად სხვებისგან განსხვავებით სხვა იგივე ბელორუსიისგან განსხვავებით ეს ხალხი ხიდან არ წასულა ციხეში შეხედან აი რომ მეკითხებიან მე რომ რატომ არ ჩანხართ კი ჩანვართ მაგრამ თქვენ ვერ გხედავთ იმიტომ რომ მე არ ვარ პოლიტიკური ლიდერი მე არ მაქვს პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება და შენ მე რა ჭკვიანური ტექსტებიც არ უნდა ვილაპარაკო, ჩემი ხმა ნაკლებად გესმის და ის ვისი ხმაც ისმის. არის ციხეში. მიხეილ სააკაშვილი იყო დღეს აი არჩევნებზე, რა ქვია, ჩვენი პარტიის ლიდერები ყველა აბსოლუტურად გამოდიან კიდე ნაწილი ახლა გიორგი გამოვა ხო ხვალზე ანუ ყველა ეს ჯაფარა გამოვიდა ესა და ნახე ჯაფარას გამოსვლა მეორე დღესვე ეთერში და დაждდა თუ არა დაემთხვა იქ მომზადებული ქონდა ჩვენ რაღაც პროექტი და ჯაფარას გამოსვლა და ჯაფარაც რა თქმა უნდა დაესწრო მას გაცილებით ხმამაღლა გამოვიდა საუბარი მე აქ ინდივიდუალურ ღირი იმას კი არ ვამბობ ვის მეტი ძალა არა უბრალოდ ეგრეა ხო ეგრე ლაგდება ანუ რეალურად ის ვისი ხმაც ისმის არის ციხეში და ეს ასე არ და თქვა კიდეც ბიძინა ივანიშვილმა რომ თუ კი შენი ხმა გახდება ღირებული შენც ციხეში წახვალ მიმართა ყველას როგორც ინდივიდებს ისე რა ქვია ჯგუფებსაც აგზავნო ყველას და ყველაფერს რაც გახდება ძალა რეალურობად ეგ არის ამიტომაც ნახეთ მიუხედავად ამისა ხალხი ქუჩაში პოლიტიკოსები ციხეში ხალხს მე ჩემთვისაც ამ შემთხვევაში ხალხად ნახეთ მიუხედავად იმისა რომ ყველა შესაძლებლობა მოკლა პოლიტიკის კეთების ქუჩა მაინც დარჩა ცოცხალი და პოლიტიკამ გადაინაცვლა ქუჩაში რატომ იმიტომ რომ თუ კი ტრადიციაზეა საუბარი ამაზე უფრო დიდი ტრადიცია ქართველებს არ გვაქვს იმიტომ რომ თანამედროვე საქართველოს ქუჩაშია დაბადებული ხო 9 აპრილია მთავარი მშობელი აი ამ თანამედროვე საქართველოსი და ორივე 9 აპრილი თანა 99 წლის 9 აპრილი და 91 წლის 9 აპრილი ერთობლივად და ეს რა იყოს თუ არა პოლიტიკის ქუჩაში კეთება. ხო ასეა, დიდი გამოცდილება 2003 წლის და ამ შემდეგ ვარდების რევოლუციის გამოცდილება 2012 წლის ცვლილებაც როგორ იყო კაცო? ქუჩაში იდგა და ამ შემდეგ, ამიტომ ძალიან კარგად, ამიტომ ეს ტრადიცია საქართველოში ტრადიციების მოკლა არის ძალიან რთული თვითონ ბიძინა ივანიშვილის თავი ნარატივი რა არის, ანუ ქართული ოცნების თავი რა ტრადიციები და ამ შემდეგ. საქართველოში ქუჩაში პოლიტიკა მე სპეციალურად ვიყენებ ამ ასეთ ტერმინს. ანუ აქციებს და პროტესტს კი არ ვამბობ. ქუჩაში პოლიტიკის კეთების ტრადიცია გვაქვს ჩვენ. ხო და ეს ტრადიცია აქ ძალიან რთული მოსაკლავია. თან ნახეთ, ბევრს საუბრობენ რომ აი ეს რატომ მინდა რა ეს განსაკუთრებით საინტერესო კულტურის კვლევარი ვარ რაღაცა და ანთროპოლოგია აი ამ მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესოა რას გულისხმობ. ნახეთ როგორი უფორმო ამის დადებითი გაგებით აქციები გვაქვს. უფორმოს რას გულისხმობ? თავი ბოლო არ აქვს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაანადგურა. ასფურცელ აი ქართულ ზღაპრებში რაც არის რა 100-თავიანი ხვდები რა თავიც არ უნდა მოჭრა აი ამ პროცესებს ვერ კვდება იმიტომ რომ არავინ არ არის ლიდერი ანუ ამ პროცესს არ ჭირდება არავინ მართველი თავისთავად იმართება და იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმი რატომ არის რომ ხალხს ჭირდება თავისუფლება და ამ თავისუფლებისთვის გამოდის სხვა არავისთვის და არაფრისთვის ამიტომ ის რაც თითქოს მინუსი უნდა იყოს რომ არ არის ლიდერი არ არის ფორმიანი რაღაცა ასე თქვა მკაფიოდ მოწესრიგებული რაღაც სტანდარტიზებული ეს თავისთავად გახდა ამის სიცოცხლის უნარიანობის საფუძველი. სხვათა შორის მე ყოველთვის ვამბობ, ვინ საქართველოს ისტორია იცის, ეს პროცესი საქართველოს ისტორიას გავს. როგორ გადავრჩით ჩვენ? აჰა, მოდიოდა მტერი. მოვიდა მაგალითად აი არაბები რა, მოვიდნენ ეგ რა თბილისის თქვენს რომ თბილისის თქვენს როგორ მოხდა ის რომ თბილისის და მისი მიდამოები და ეს დააპრობები და ეგონათ რომ აი ამ ცენტრს თუ მართავდნენ ყველაფერს მართავდნენ. საქართველოს დაიშალა
რაღაც ფორმა მიიღო, იქით გაძლიერდა, კი ბევრი დრო დაჭირდა ამას, მაგრამ მე ისევ ისე ბოლოს თბილისი იყო. ნახეთ, რა თქმა უნდა, რას გულისხმობ, საბოლოო ჯამში თუ ისტორია არის მარადიულობის შენარჩუნების შესაძლებლობა და ეს ასეც არის, საქართველოს მარადიულია. ჩვენ ასე გვჯერა და ეს ასე კი არ გვჯერა, რატო არის საქართველოს წილხვედრი ეს ხო ტყუილ უბრალოდ არ ხდება, გინდა გწამდეს ამის და გინდა არ გწამდეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. წმინდა მარიამის წილხვედრობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ საქართველოს ავქნოთ როგორც მარადიულობას. ეს მარადიულობა ეს არის თუ ჩვენი ქვეყნის ისტორია მარადიულობის და უფორმო იყო ამ გადარჩენაც. როგორც საჭირო იყო, ისე იშლებოდა და მარტივ მომრავლებად ხან რამდენ საერისთავო და სამთავრო და ხან რამდენ საერისთავო და სამთავრო და ეს იყო გადარჩენის შესაძლებლობა და ახლაც ასე თქმედებასთან აქვს საქმე. ამიტომაც ვამბობ, რომ ყოველთვის ამას ვიმეორებ, ქართული ოცნება არის გამოწვევა. ქართული ოცნება არ არის საქართველოს ისტორიის რეალობა. ისე როგორც საბჭოთა პერიოდი არ იყო. საბჭოთა პერიოდი ხო საბოლოო ჯამში ეს ხო დასრულებული ეპოქა, იქცა გამოწვევად, ერთ-ერთ გამოწვევად და მორიგ გამოწვევად საქართველოს მარადიულობის ისტორიისა. 1921 წელს ეს გამოწვევა 1991 წელს დასრულდა. ჩვენ გადავედით იმის კეთებაზე, ახლა რამდენიმე გამოწვევა კიდე არსებობდა, ხო? ომები, რუსეთი რას ქმნიდა ომებს, რაღაც სამოქალაქო ომს შეუწყო ხელი, მათ შორის ხო? ცხინვალი, რაღაცა სოხუმი, ბევრი რამის აგორება უნდა და იგივე თუნდაც მაგალითად ჩვენსა და აზერბაიჯანელებს, ჩვენსა და რაღაცები გამოვიდა, რაღაცები არ გამოვიდა და ახლაც ეს არის მორიგი დასაწყისშირითაც დავიწყეთ ლაპარაკი. ახლა ყველაზე ახლოს როდესაც ვართ, ყველაზე უფრო რა თქმა უნდა მკაცრი ხდება რუსეთიც. რატომ? იმიტომ რომ რუსეთმაც იცის. რეალურად პუტინმა ომი აქცია, თავიდან სხვა მიზნები ჰქონდა უკრაინაში ომის დაწყების დროს, ნუ სხვა გათვლები ჰქონდა უბრალოდ, მაგრამ მე უბრალოდ აქცია სოფლიო ისტორიის მთავარ მოთამაშედ დარჩენის შესაძლებლობად რა. ომი როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, პუტინი დამთავრდება. აი რა ის თქმა, ანუ პუტინს არ უნდა ომის დამთავრება, ან მოგება, ან წაგება, ხა იმ მასშტაბით მოგებაზე თუ ლაპარაკობთ, რომ გავიდა, რა ვიცი, იმამდე ვოვამდე შანსი ხო აღარ არსებობს, ხა მისი მოგება რა უნდა ჩაითვალოს, აღარც კი ვიცი რა, ვერანაირად ვერაფერი ვერ დამთავრდება უკრაინაში, ისე რომ ის მოგებად ჩაითვალოს. მილიონზე მეტი უკვე დაღუპულია. არ არსებობს 1 სანტიმეტრი უჯდება მილიონი. 1 სანტიმეტრი ეს ნონსენსია რა და საბოლოო ჯამში მის ეკონომიკასაც ხო ხვდებით რა, ხა ჩინეთსაც აწყობს ჯერჯერობით რაღაცები და ამობს თქვა აფინანსებს ამ სიტყვის პირდაპირ ხელს უწყობს და ასე. და რჩება აქეთ აი ირანზე არ გვილაპარაკია, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პირდაპირ მაქვს ირანს. ანუ ირანი ისევე მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენი გეოპოლიტიკური ასე ვთქვათ, განზომილებისთვის და სხვათა შორის ძალიან სახიფათო რეალობაში აღმოჩნდებით. ახლა ნახეთ, ყველანი ვქომაგობთ იმას, რომ ირანი იქცეს ასე ვთქვათ, თავისუფალ სამყაროთ. მოდი ამ სიტყვას გამოვიყენებ, ეს არის, ნუ, რა ვიცი, ადამიანობის ამბავია ეს და არა არც გეოპოლიტიკის და არაფრის. აქ არაფერზე არ ვსაუბრობ, ჩვენ უბრალოდ ადამიანებს უნდათ ადამიანური ცხოვრება და ამისთვის იბრძვიან და იხოცებიან ეს ადამიანები და რა ვიცი, ჩვენთვის საპატივცემულო ყოველთვის არ მიყვარდა ხოლმე ირანს, როცა უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდით. დიდი ცივილიზაცია, საიდან დაწყებული. ისტორია დიდია, ცივილიზაცია დიდია, ფილმი აქვს, ფილმები აქვს, კინემატოგრაფია აქვს, რაღაც საოცარი ლიტერატურაზე აღარ ვლაპარაკობ და ასე შემდეგ. ფანტასტიკურ ხალხთან გვაქვს საქმე. და ახლა ეს ხალხი აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, რომელიც წყობაში ამ ისლამურ მოპარეს. ხო მოპარეს, ჩვენ ხო ვიცით 70-იან წლებში შესაძლოა როგორ ცხოვრობდა კაცო. ნუ ამ ხალხს როგორ უნდა ცხოვრება 70-იან წლების ფოტოები ვნახოთ მარტო. ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ის ადამიანებს იბრძვიან, მაგრამ აქ ნახეთ რა პრობლემის წინაშე ვდგებთ. აი თქვენ დასვით კითხვა, რომ არავის არაფერში არ ჭირდებით. მართლა ასე, რატო იცით? ავტოკრატიული რეჟიმი შეიძლება დაჭირდეს ვიღაცას და დაუძახონ დაოსშიც კი პირობითად ვამბობ რა, მაგრამ რა ისეც რომელიც არის თავისუფალი. რეალურად ჩვენ ბიძინა ივანიშვილი ვერ ხდება დამოუკიდებელი. ნახეთ, დასაწყისში რაც ვთქვით, ჩვენ ხვდებით პუტინის რუსეთის გაგრძელება. ანუ ეს ქვეყანა იქნება რუსეთის უკანაეზო და შენთან რა საქმე აქვს, მაშინ რუსეთთან დაალაგდებიან. შენ არავინ არაფერს აღარ ჩინეთსაც არ აინტერესებს შენ. ნახეთ, რატომ არ მოხერხდა ის, რომ ჩინეთს მაინც აეშენებინა ის ანაკლიის ღმაწლოვანი პორტი, იმიტომ რომ ხომ მომგებიანია თითქოს ხო ჩინეთს ინტერესებს. მაინც აი აქ ვანო მე ძალიან მაშინებს ეს კონკრეტული ფაქტი, რომ აი ეს ჩვენ კი ახლა ძალიან ცინიკურად მოიხსენიეთ ეს გლობალური ომის პარტია და ეს ტერმინები, მაგრამ ამ ტერმინებმა სხვების დააშინა. ანუ ჩვენ არა გვაქვს მაინც ესეთი პრაქტიკა და პრეცედენტი, როცა
თუნდაც ავტოკრატიული რეჟიმი აი ესეთი რეგულარული დაშინებული ფორმით ბოდვას ხდის თავარ პოლიტიკურ დღესწესრიგად. ანუ ქმნის ეჭვს იქ ვიღაცა ხوار უბერავს. ანუ ეს ფაქტიც რაღაცნაირად აი მოიცა რაღაც არადეკვატურია ამათთან საუბარი. აი ესეთი გაუცხოებაც კი არსებობს და მართლაც ადამიანებს შორისაც არსებობს ესეთივე გაუცხოება, როცა გრძნობ რომ აი ამ კომუნიკაციაში თუ კი შეხვალ რაღაცა ისეთ დაუკრეფავში გადახვალ, რაც ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო. და ჩვენ შემთხვევაშიც ესეთი რაღაცა დღესწესრიგი გვაქვს, იგივე როგორც ამერიკასთან მიმართებაში ბრალდებების მთელი კონსტრუქცია, რომელიც ღვთითი იყო. ევროკავშირთან მიმართებაში ბრალდებების მთელი კონსტრუქცია, რომ აი ომში ჩართვა უნდათ. ეხლა ესეთი რაღაცეები ხო შეიძლება ლუკაშენკასაც ეთქვა რაღაცა ისე, მაგრამ მის აი ამ პროპაგანდის ხაზში აქედანაც რო უყურებ და იქაური ადგილობრივი მოხმარებლების როცა უყურებენ, ну ბაწიას ასე თქვათ რაღაცა პროპაგანდის ხაზი რო არის, ის მასკულინური ლოგიკაა. რაღაცა იმ ლოგიკას მაინც ხედავ. აი არ არსებობს ეს ლოგიკა ვერ დაინახო. ეხლა თუ კი თურქმენ ბაშს აიღებ და ცხენი რომ გაიხა რომ წაიქცა და ხალხო გაუხარდა ნეტაკისერი მოიტეხაო, ხო? ეგეთი ის ცალკე აზიური ასე თქვათ ლოგიკაა და იმას თავისი ლოგიკაა. ჩვენი ლოგიკა გქონდა და ამ ლოგიკიდან ისე ამოვარდით და ისეთი შინაარსი შევიძინეთ, ისეთი უცნაური შინაარსი შევიძინეთ. ცოტა დააფრთხო კიდეს მე მგონი ხალხი. იცი რა, ჯერ აქ არის ორი ამბავი რა, ჯერ ერთი მყიფეა ბიზინა ივანიშვილის ძალაუფლება. არ არის მყარი. ნახეთ, როდესაც ლაპარაკობთ ჩვენ იგივე ყოველთვის ვამბობ მე რომ განა შეუძლებელია საქართველოს ავტოკრატიის დამყარება თუ გავჩერდით ჩვენ ჩათვალე რომ ავტოკრატია, ანუ აქ თუ ჩვენ ვაპარაკობთ იმას რომ ჯერ ავტოკრატია საბოლოო სახით არ არის ჩამოყალიბებული, მხოლოდ იმიტომ რომ ციხეში ვინც ისინი არ გაურიგდნენ, იქნებიან ეს პოლიტიკოსები თუ მოქალაქეები რომლებიც სრულიად ყვილად ყავთ დაკავებული ადამიანებმა იციან და თქვა არანაირი პრობლემა არ იქნებოდა რომ რაღაც დიალოგზე წასულიყვნენ და ქუჩაში გამოსულიყვნენ, ხო ეგრეა? ანუ ადამიანები ამაზე არ მიდიან, რომ გმირები არიან ეს ადამიანები დავაზე არ მიდიან, ქუჩაში ხალხი ყოველდღე დადის, შაბათობით უფრო მეტი, ანუ და რაღაც მოწოდებებზე კიდევ უფრო მეტი, ანუ ხალხმა ნახეთ ბიძინა ივანიშვილმაც და გარეთ ხალხმაც ეს ბოდიში ამ გამოთქვამდა რომ ჩვენი პოლიტიკოსების დამსახურებაც არის, იმიტომ რომ მუშაობთ ამაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ზუსტად იცოდეს აქ რა ხდება. და ამ ხალხმა იცის რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ ერთი მყიფე ამის ძალაუფლება ხვალ რა იქნება არავინ არ იცის, რომ საბოლოო ჯამში თავის ჭამა დაიწყო ხო ასე არა, ანუ არა აქვს მოდი პირდაპირ თქვა საქართველოს დამოუკიდებელ საქართველოს უფრო მეტი გამოცდილება აქვს თავისუფლების შენების ახლა ვამბობ ვიდრე ავტოკრატიის. არ არის ასე. თვით როგორ თქვა, თვითგამსახურდიას ცოტა ხანი არ დასცალდა თქვა და ეს ძალიან დიდი პრობლემაა თავისთავად აქედან იწყება ყველაფერი. აი სამოქალაქო ომმა და პუტჩმა მოდი ასე დავარქვა, დაღუპა რაღაც დონეზე და რაღაც დონეზე კი არა, მასშტაბურად და ასე შემდეგ და ამისთვის რომ არ დაისაჯენ ადამიანები ეს პრობლემაა ზუსტად ახლა ჩანს ეს პრობლემა და ახლა ვიმკით ამ შედეგებს, ანუ აქ რომ ეს რაღაცნაირად რა უნდა ვთქვა სამართლიანობაზე ზეიმა და ცოდნოდა ვინ არის და ვინ რა დააშავა ამ შემთხვევაში ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. მიუხედავად ამისა აქედან რომ ამოვიდეთ თვით შევარდნაძის ეპოქაშიც კი თავისუფლების როგორ გითხრათ, თავისუფლება დასავლური გაგებით, აი დასავლური წესები მაინც შემოდიოდა. რთულად და ნელა, მაგრამ მაინც შემოდიოდა. ნუ ბოლო-ბოლო 2003 წლის ვარდების რევოლუცია ერთი რო გვინდოდა რომ გადავაჩვენა, რა მოამწიფა, ხო არასამთავრობო სექტორმა, მედია არსებობდა, რა ვიცი, ინსტიტუციები არსებობდნენ, არასამთავრობო სექტორი გაძლიერდა მაშინ და ახალი თაობა წამოვიდა, რომელიც მერე ხელისუფლებაში ნახეთ. და ამის საფუძველზე მოხდა მერე 2003 წლის ცვლილებაც, ხო? ანუ რეალურად 90-იან წლებში დაწყებულმა თავისუფლების შენებლობამ ყველაზე დიდ მიღწევას მივაღწიეთ, ანუ რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ უარი თქვა და წააგო არჩევნები და აღიარა. ამაზე დიდი მიღწევა მოდი ვთქვათ, მოკლე დრო ამისთვის, თუნდაც ის რამდენი წელი გამოდის 2012-მდე, ხო? 30 წელი. 30 წლის თავზე ჩვენ მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა დემოკრატიის იმასშტაბამდე მივედით, რომ რევოლუციით მოსული ხელისუფლება ამბობს უარს და მიდის, აგებს არჩევნებს. ეს იყო დიდი მიღწევა, რომელიც საფუძველზეც ესე რომ ნორმალურები ყოფილიყვნენ ოდნავ მაინც, ძალიან კარგი სახელმწიფო საშენებლება. არაჩვეულებრივი პლატფორმა ჰქონდათ. ფანტასტიკური პლატფორმა, ყველა ბინძური საქმე გაკეთებული, კრიმინალური იქნებოდა ეს თუ კორუფციის დამარცხება და ასე შემდეგ, ამათ შეეძლოთ ძალიან
დიდი საქმეების კეთება, მაგრამ ზუსტად ამას ვამბობ, ამათ აღარ მომდათ სახში წასვლა. ამაშია საქმე. ამის მიუხედავადაც, მაბატერო ჩაგეჭერებ. ამის არა, აბსოლუტურად ზუსტად იქ წახვედი, სადაც მეც მინდოდა რომ მისულიყავით. ამის მიუხედავადაც, აი მთელი ეს ლოგიკა რატომ არის არალოგიკური? სახში წასვლა უნდა და შეიძლება ვიღაცებს კონკრეტულ ფუნქციონერებს ნამდვილად მოუწევდეთ სახში. ბიზნეს გულისხმობთ რა. ბიზნეს ქონდა არაჩვეულებრივი შანსი თუნდაც იმ ლოგიკით რომ წასულიყო, რა ლოგიკითაც ყველაზე კეთილის მსურველი რო იფიქრებდა რომ წასულიყო. მას მიეცა კანდიდატის სტატუსი. არჩევნებში მე რა ვერ მოიგო არჩევნები, მაგრამ პარტია გაიყვანა რაღაცა მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, შემადგენლობით. ოპოზიცია დარჩებოდა, ძალიან ძლიერი ოპოზიცია დარჩებოდა. ხო, როგორც პარტია, როგორც კი 28-ში ერთი სუბიექტი იქნებოდა ყველაზე მსხვილი სუბიექტი. პლუს ამას გაეგრძელებინა ზუსტად ის კურსი, რა კურსიც არის ევროკავშირის კურსი. ამ სახალხო მანდატით ოპოზიციასაც არ იქნებოდა ისეთი სერიოზული, არც მორალური, არც პოლიტიკური, არც ლოგიკური არგუმენტები კერძოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ეს ადამიანი როგორღაც ჩამოგშორდეს, ხვდებით? ეს ადამიანი მაინც იქნებოდა ზუსტად იმ კომფორტულ პირობებში, თუ კომფორტულ პირობებზეა და ფულის უსაფრთხოებაზეა და მის კერძო, ასე ვთქვათ, მდგომარეობაზეა საუბარი. მას არათუ არაფერი არ შეექმნებოდა, მე მგონია რომ ბევრად უფრო უსაფრთხოდაც იქნებოდა ამ პირობებში. მაგრამ ამის, ხო, მაინც არალოგიკური. კი, არალოგიკურია, ძალიან ლოგიკურია. ხო, ის ჯერა რომ იმ თავითვე ბიზნესა რომ გამოჩნდა მაშინვე დავალებით იყო და მოდი ამას თავი დავანებოთ რა ამ შეთქმულებების თეორიას და იმას, რასაც მეცნიერულად ან რა ვიცი, არგუმენტებით ვერ გავამყარებთ, დავანებოთ ამ ჟელობას თავი. ჩვენ ვილაპარაკოთ ფაქტი რაც არის. ახლა რასაც აკეთებს განსაკუთრებით 21 წლის მერე, მოდი ეს დავარქვათ, რამდენჯერ გადაგვაგდო 20 წლისა ეს გავრილოვის ამბები, თუნდაც თავისივე როდიდან შეიმჩნევა როდიდან გახდა თვალნათელი მაშინ როდესაც თავისივე რიგებიდან ეგრეთ წოდებული პროდასავლურით და სრულიად გააქრო აბსოლუტურად გააქრო იმიტომ რომ ახლა მაგალითად მე მაქვს ურთიერთობა იმ ხალხთან ვინც ქართული ოცნების ნაწილი იყო კაცო რა კოლეგები მყავს მე ვინც მათთან ერთად და წარმოადგენდა რომ ეს იყო ყველაზე სწორი გზა რომელიც მიდიოდა დასავლეთისკენ მათ შორის იმ გაგებითაც რომ რუსეთთან რაღაც ამას ისინი უწოდებდნენ დათბობის არა მაგრამ რაღაც დიალოგის პერსპექტივების გაჩენას და ამ სწამდათ რომ ეს იყო ძალიან სწორი და ესეც ჩანდა დასავლეთი სხვა ასე ხედავდა ამას რა ხო ასე იყო და აი პირველი პრობლემა ზუსტად რატო იმიტომ რომ არის რუსი ეხლა რეალურად ის აკეთებს იმიტომაც დავიწყე ამაზე საუბრით პუტინი ნიშნავს საქართველოში ბიძინა ივანიშვილს სხვაგვარად არ არის და მე უფრო მეტისაც მჯერა რა ხო ბიძინა ივანიშვილს ეშინია ბევრი რამე ის ეშინია ქართველი ხალხისაც ძალაუფლების წარქმევისაც დემოკრატიული სამყაროსთვის მაგრამ ყველაზე მეტად ეშინია პუტინის იმიტომ რომ პუტინს აქვს ერთი მნიშვნელოვანი ამბავი რა ერქვა იმ წამალს რითიც ხოცავს თავის მტრებს ეს დემოკრატიული სამყაროს იმიტომ არ ეშინია რომ დემოკრატიული სამყარო არ კლავს დემოკრატიულმა სამყარომ შეიძლება წაართვას თანხა, თქვათ, ინფორმაცია სამართლებრივად მოექცეს. თავისუფალი ხო ხდება რასაც რაც ის კლავს, ამიტომ არჩევანი არ აქვს მარტივ. ახლა სწორედ აქ არის, იმიტომ რომ რატომ, იმიტომ რომ თამაშის არასწორი წესები მე ყოველთვის ვამბობდი ამას, როდესაც მოსული პოლიტიკოსი მოსული გამარჯვებული ძალა იქცევა ისე როგორც თუნდაც დასაწყისშივე იქცეოდა ბიძინა ივანიშვილის გულისხმობ. ეგ უკვე პრობლემაა, არ შეიძლება არასამართლიანი დევნა პოლიტიკური ოპონენტების, რომლებმაც აღიარეს დამარცხება. აქ როგორც ისტორიკოსი და როგორც კვლევარი გეტყვით, ხო, რომ ყველას გვაქვს რაღაც დონეზე, რომ არ არსებობს რეჟიმი, რომელიც აღიარებს დამარცხებას. უკვე ესე იგი რეჟიმი არ არის. ხო ხტები რატო გვაქვს ახლა პრობლემა რატო უწოდებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს იმიტომ რომ არ აღიარებს შანსი არ არის ყველაფერი შესაძლებლობა გამოიყენა მათ შორის BBC-ს ფილმი გავიხსენოთ მომწავლავი ნივთიერებებიც კი რომელიც ახლა საკუთარ თავზე მაქვს მეც და ბევრ ადამიანს სულ არ ჭირდება ამას სამედიცინო გამოკვლევები არ იყო ის ჩვეულებრივი მოწამლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ 9 აპრილს ვიყავი
მოყოლებული, რა ვიცი, თელი ბავშვობა ქონდა, ახალგაზრდა 2003 წლის მონაწილეც ვარ და 2000 ხო ხდებით, ყველა ვიცით რას ნიშნავს, ასე ვთქვათ, დარბევები, მაგრამ ის დღეები იყო სხვანაირი. ის დღე, მაგრამ არავინ ჩათვალა იქ, რომ მოსამ ვერავინ დაუშვა. ყველას გვეგონა, რომ იყო სპრეი გარეული, რაც თავისთავად პრობლემა იყო, მაგრამ თვით ბიძინა ივანიშვილისგანაც კი ვერავინ დაუშვა, რომ იქ შეიძლება ქიმიური არაღი, ქიმიური ნივთიერებები ისეთ შერეული ყოფილიყო, რომელიც, მომაკვდინებელია. ამიტომ კი ამის წეშინია, ჰაგისაც ეშინია შეიძლება ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ეს მაინც ზეგინდელი ამბავია, მაინც დემოკრატიულ სამყაროსთან აქვს, ასე ვთქვათ, საქმე და მაინც იმის უფრო იმედება, რომ ისინი, რა თქმა უნდა, სამართლიანად მოექცევიან მართლასია, პუტინი მოკლავს. ეს არის ჩემი აზრით შიშები ბიძინა ივანიშვილის, ამიტომაც ვამბობ, ეს არის რუსი და მისი გადარჩენა ერთადერთი არის აი ამ მთლიანობაში ავტოკრატიულ, რა ვიცი, ძალადობრივი სისტემის ნაწილად უნდა იქცეს. და რაც შეეხება ის ვერ მივიყვანე ბოლომდე რა ეს ირანის ამბავი რა, ირანი ხვალ ზეგ თავისუფალ სამყაროდ რომ იქცეს, ჩვენ გვექნება ერთ ძალიან დიდი პრობლემა, ანუ რეალურად ჩვენ ავკვდებით დიდ რეგიონად, ხო, კავკასია, სამხრეთ კავკასია, რომელიც არის ნაწილი და ხიდი ვთქვათ აღმოსავლეთისა და დასავლეთის. ირანის გათავისუფლებით და რუსეთის, სომხეთ, აზერბაიჯანის დალაგებით ერთი ხაზი იჭრება, რომელიც ჩვენს გარეშე დააკავშირებს აღმოსავლეთს დასავლეთთან. ანუ ეს ტვირთები, ხო, ჩვენ ხო ნავთობი არა გვაქვს, ანუ ჩვენი ნავთობი იყოს გასატანო ნავთობი პირობითად აზერბაიჯანს, ანუ სომხეთი აღარ იქნება ჩიხი. სომხეთს აღარ დაჭირდება არც ჩვენ ხო გზარჯვარედინი ვართ ერთი მხრივ დასავლეთი აღმოსავლეთი ამ შავი ზღვის ღრმა წყლოვანი პორტების გამო და მეორე ჩრდილოეთისა და სამხრეთის ანუ რას გულისხმობ გავლენა რასაც თქვა ჩვენ გვაქვს კავკასიაში თქვა სომხეთის ტვირთები რუსეთში და ასე შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის დალაგებით ეს ჩვენს გარეშე გაივლის და აგერ ალიევმა განაცხადა კიდეც ყველაზე მაღალი ანუ ნახეთ რა ხდება აქ ჩვენ გამოვედით იმ თამაშიდან ბიძინა ივანიშვილის გამოვედით იმ თამაშიდან რაც გულისხმობს რაცაც ჩვენ ყოველთვის ვქომაგობდით რომ დამთავრებულიყო ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რომ ჩვენ ვწეულიყავით ერთ დიდ ეკონომიკურ გეოპოლიტიკურ სივრცეთ სადაც მეტი გათვლების გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი და ჩვენ გვექნებოდა ერთი უპირატესობით წინ გადადგმული ნაბიჯი რომ ჩვენ ვიყავით დემოკრატიის თვალსაზრისით შუქურა, რასაც ქვია, ანუ ყველაზე მზარდი, სწრაფად მზარდი დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუციური თვალსაზრისით და მეორე გეოპოლიტიკურად შავი ზღვის აკვატორიას აღმოსავლეთ ნაწილს ყველაზე მეტ ჩვენ ვაკონტროლებთ, ანუ ღრმაწლოვანია ეს პორტი და ყველას დაჭირდება ხვალვე ისევ რომ დავიბრუნებთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილისგან მიტაცებულ ძალაუფლებას, ამის აღდგენა განაშეუძლებელი იქნება. ამას ღალატობს ბიძინა ივანიშვილი. ხალატობს რატომ? იმიტომ რომ შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება. საბოლოო ჯამში ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. აუცილებლად შექმნის, იმიტომ რომ ჩვენ რა გვაქვს, არაფერი არ გვაქვს. მართლა არაფერი გვაქვს. განათლებაზე მივიდეთ, მოდი, აი ახლა ამითი მივიდეთ განათლებაზე ზუსტად. ერთადერთი შანსი გვაქვს გადარჩენის. ჩვენ უნდა ვიყოთ აი ამის გამომყენებელი, მოდი პირდა ორი რამე აქვს ქონდა ყოველ საქართველოს. ერთი რომ დაკეტვა შეეძლო დარიალის კარის, ხო ეგრეა? და მოდი ეს ჩვენ გადმოვათამაშოთ აი ამ შავი ზღვის აი ამ შუა დერეფნის ფუნქცია და მეორე რითი ვართ სოფლიო მითოლოგიაში და სოფლიო ისტორიაში ცნობილი. ოქროს საწმისით, რომელიც ოქრო და მადანი კი არ არის, ცოდნაა. ოქროს მოპოვების ცოდნა არის. ანუ იმ ხალხმა ვინც მოვიდა ამის წასაღებად, ოქრო კი არ წაიღო და მადანი კი არ წაიღო, ცოდნა წაიღო. თუ ცოდნას არ ქმნის, ქართველი არაფერს არ წარმოადგენს. აბსოლუტურად არაფერს. აი ამიტომ ამბობ, ვერ ქმნის სახელმწიფოს რა. ხო, ანუ ამ მიმართულებით აი ტოტალური კოლაფსი გვაქვს ნამდვილად. ეხლა ჩვენ როცა ჩრდილოეთ და სამხრეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, მოგეხსენებათ ეს 80-იან წლებშიც იყო რკინიგზის მშენებლობის პროექტზე მთელი პროტესტები და ასე შემდეგ. მე მძიმესაც წარიმართა ისტორია ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში და ეს ისედაც არ გახორციელდა, მაგრამ მაშინაც ვეწინააღმდეგობოდით ქართველი ხალხი ამ პროექტს. ჩვენ არა გვაქვს საერთოდ რკინიგზა, რომელიც აი ვერტიკალში კვეთს მაგალითად საქართველოს და კიდე აზერბაიჯანს შეუძლია ბევრად უფრო ანუ გამტარუნარიანი რკინიგზა შესთავაზოს სომხეთს. თავისი, მოდი ვილაპარაკოთ ამაზე და ეს ბევრ ამეს სხვაგვარად აყენებს რა. ძალიან ეს აბსოლუტურად ჩვენ ყველაფერი კოოპერაციაში უნდა გავაკეთოთ, ანუ ჩვენ გვაქვს რაღაცა, რომელსაც მარტო ვერ ვერევით და გვჭირდება პარტნიორები. აუცილებლად. და მით უმეტეს სამხრეთ კავკასიულ მასშტაბებში აზერბაიჯანს ბევრი ფული აქვს.
იმ შავი ნავთობის და არ დაგავიწყდეს ხიზილალის გამო მაგალითად ჩვენ ხიზილალის დონის ასეტრინის დონის მადანიც კი არა აი შეიძლება ხო ვიღაცას ეს სასაცილოდ ეჩვენოს მაგრამ ეგრეა ხვდებით მოხმარებელი ბევრი ხო რა თქმა უნდა რა და განსაკუთრებული მოსახლეობა რაზე ვლაპარაკობთ ამიტომ ბევრი ფული ამ სახელმწიფოს ხელში და ჩვენ პარტნიორი დასავლელი პარტნიორების გარეშე სამხრეთ კავკასიაში ძალათა ბალანსს არ ღვევს რა თქმა უნდა და მეორეც ახლა აი ირანთან ძალიან საინტერესო კონტექსტი გვაქვს ჩვენ აი ძალიან სამწუხარო არის ის რომ ჩვენ აღმოჩნდით ისეთ სავალალო ვითარებაში რომელშიც ხელისუფლება გულშემატკივრობს აი ამ რეჟიმის გადარჩენას აი ეს არის ყველაზე ცუდი ის გულშემატკივრობს ხო ამ რეჟიმის გადარჩენას გულისხმობს ანუ თუ ეს რეჟიმი ჩამოიშალა ეს ხელისუფლება მის სასიცოცხლოს საფრთხედ აღიქვამს ამას და ეს პირდაპირ ინდიკატორია იმისი რა კლასში ვარ ჩვენ მოქცეული. და ამას ორი ამბავი აქვს, ერთი ის ასუსტებს იმ ხარეს, რომელსაც უნდა რომ თავი მიაკუთვნოს ბიძინა ივანიშვილმა. ანუ პირდაპირ ჩვენთვის რუსეთს ასუსტებს ირანის ჩამოს. თავისუფალი ირანი ნიშნავს რუსეთის ძალიან დიდ სისუსტეს და აქედან გამომდინარე ავტოკრატიული რეჟიმების დიდ სისუსტეს. მათ მოუწევთ ხვალ რომ ირანელმა ხალხმა გაიმარჯვოს, მათ მოუწევთ გეოპოლიტიკის სრულიად შეცვლა. ან არსებული გეგმა B და C-ს ამოქმედება. რაც მე მეეჭვება რომ ისეთი ძლიერი იყოს, როგორც ირანთან ერთად იყო ამის კეთება, ხო? ანუ მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ ეს ირანული ახლა რეჟიმი აფინანსებდა ტერორიზმს, რაც იყო დიდი წინააღმდეგობა, ხო? ხა ომი წინააღმდეგობის ისეთ შესაძლებლობებს გვინდა, რასაც ენერგია ჭირდებოდა და ხა ამის გარეშე ირანი, რომელიც თან როგორ თქვა ეხა რა, თავისუფალი სამყაროს ძალიან გააძლიერებს მოკლედ ამის თქმა მინდა და პირდაპირ იმოქმედებს მეზობელ ავტოკრატიებს. არ დაგვიწყდეს კიდე ევროპაში არის ორი ამბავი ამ უпростоრად ორი არჩევნები ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის უნგრეთში აპრილში და სომხეთში ზაფხულში ეს არის სომხეთში განსაკუთრებით სომხეთში მე დარწმუნებული ვარ რომ ფაშინიანი გაიმარჯვებს და იმ თავის გზას რასაც მიყვება მარტო გააგრძელებს კი არა გარდატეხავს რა ისევე როგორც აი მოლდავეთი აკეთებს ამას ან ჩვენს გარშემო მე იმედიანად უყურებ ყველაფერს ანუ რატო იცით საბოლოო ჯამში 90-იან წლებში დამოუკიდებლობაც 2000-იან წლებში ვარდების რევოლუციაც აი გარე სამყაროში რა ხდება ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ აქ უნდა მზად დავხდეთ. ხო, ჩვენ აქ უნდა მზად დავხდეთ. ერთ დროს ჩვენ მზად დავხდით, როცა დავით აღმაშენებელი მზად დავხდა ჯვაროსნებს, ხო? ნახეთ. 90-იან წლებში, 99 წელი ჩვენთვის არ იყო მარტო მნიშვნელოვანი, ეს იყო აღმოსავლეთ ევროპისთვის განსაკუთრებით და ამ ტალღამ ჩვენამდე მოაღწია. ავად კარგად, ვის რა მოწონს, ვის რა არ მოწონს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ზუსტად გამსახურდია მგვალი მაგიდა და ის ხალხი, რომელსაც ჩვენ ახლა მაშინდელ პოლიტიკოსებს ვისაც უწოდებთ რეალურად დავხვდით აქ ალტერნატივა რა მართლა ასეა ამ ცვლილებას მე რა სხვაგვარად წარიმართა გასაგებია ვთქვათ ან კიდე ბალტიისპირეთი უფრო სწორად მოიქცა ეს ბალტიური ზღვა ბალტიური გზარასაკი გასაგებია არა ამას აქვს ობიექტური ახსნებიც აქვს რატომ მოხდა იქ ისე და აქ არ მოხდა ასე გარდა მახასიათებლებისა კიდე არის მოკლე ქონდათ იმათ რა ქვია საბჭოთა სისტემაში ცხოვრების და გამოცდილება და ასე შემდეგ ნაკლებად რავი როგორ უნდა თქვა კულტურულად ინტეგრირებული იყოს ევროპა იყო ყოველთვის რა ჩვენ უზად დავხვდით ამას კი ბატონო და დამოუკიდებელი საქართველოს მივიღეთ 2003 წლებში უკვე აი კიდე ერთხელ გავიმეორებ მიუხედავად წინააღმდეგობებისა მიუხედავად რაღაცა შევარდნაძის თელობისა რომ ისიც სულ მუდმივად ყოფილიყო გაგვიმართ რაღაც ასაკში შევიდა ვთქვა შევარდნაძე ესეც არის მომენტი მნიშვნელოვანი და ძლიერი იყო სამოქალაქო საზოგადოება და არსებობდნენ ლიდერები, არსებობდა ოპოზიციური სპექტრი ძლიერი იყო რა თუ არა ისტორიაში ხდება ანუ როგორც პარეტო რო აღწერდა რეზიდუები დაგროვდა იქ სადაც საჭიროა ისე როგორც 2012 წელსაც კი ბატონო და მე მგონია რომ იმედია დაგროვდება ზუსტად ეს აუცილებლად დაშტები იქ სადაც საჭიროა მოდი ესე ვთქვა აბა ეხა ქუჩაში იყვნენ პოლიტიკოსები ქუჩაში კი არა ციხეში არ იყვნენ პოლიტიკოსები პირდაპირ გეუბნებით რა მოდი არ იყვნენ ახლა გამოუშვათ აი თამაშის წესები ხო პოლიტიკა ხო ეგ არის იყვნენ გარეთ ისინი პოლიტიკოსები ძალიან გაურთულდებოდათ აქამდე იქნებოდა დამთავრებული ხელისუფლება
კიდე ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ ძალიან რთულია, მეგობრებო, მოდი რა პირდაპირ ვთქვათ, ხა პოლიტიკური ისტებლიშმენტის ჩამოყალიბება საქართველოში დიდი დრო დაჭირდა. იმიტომ რომ ხა ამას ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჯერ დამოუკიდებლად ყოფნის გამო ილია ჭავჭავაძემ რატო აიღო საკუთარ თავზე ილია ჭავჭავაძემ და ინტელექტუალებმა თავის დროზე იმიტომ პოლიტიკური სპექტრი არ არსებობდა და ეგ რამდენი წელი დაჭირდა რომ 1920-იან წლებში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ცხოვრება და მე 21 წელს აბსოლუტურად ყველა გაანადგურეს. მე ხო საერთოდ პოლიტიკა არ კეთდებოდა 70 წლის განმავლობაში აქ პოლიტიკოსები არ იბადებოდნენ, აქ იბადებოდნენ კრემლის ფუნქციონერები და დამთავრებული ამბავია. ხო და მე 90-იანი წლები როცა არ ქონდა გამოცდილება ალტერნატიული ცხოვრების და ეს არის ურთულესი საკითხი. ხო, აი კიდე ერთი საინტერესო მომენტი და მე აუცილებლად გადავიდეთ განათლების სისტემაზე. აი ამ ერთი საინტერესო მომენტით მინდა აღწერო კიდე ჩვენი სასწავლებლების ძალიან კონკრეტული სიმპტომი, როცა აი ამ გარე სამყაროსთან გაბუტვას და მე გაბუტვას უწოდებ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან არალოგიკური და ძალიან ესეთი ბრიყული არის თვითონ ეს გაბუტვის შინაარსიც და მოტივებიც. მოყვა ერთი ჩინეთთან რაღაცა თითქოს დამეგობრების თელობა და აი აშკარად ვიხილეთ რომ ჩინეთთან არავითარი ფლირტი არ შედგა. არ არსებობს. არ შედგა, არა ინტერესა, კონტროლადაც ძალიან უცხო ვართ მათთვის და არ შედგა და მეორე აი ეს ასევე ახალი წვეთოვანის დადგმის მცდელობა, რომელიც ჩემი პირადი აზრით გაითვალისწინოს მაყურებელმა ერთი ვინმე ირაკლი მეფარიშვილის აზრი, ჩემი პირადი აზრით ესეც ასეთივე მკვდრადშობილი პროექტია, როგორიც არის წვეთოვანის დადგმა არაბული სამყაროდან იქნება, იქიდან თუ შემოგვაკვდა აი ეს ინვესტიციებმა გადაარჩინოს აი ეს სისტემა, რომელსაც ძალიან ეშინია ერთი რამის. თუკი სამოქალაქო განათლებით აღჭურვილი ადამიანები არ არის შეიძლება აბსოლუტურ უმრავლესობაში საქართველოში აბსოლუტურ უმრავლესობაში აღმოჩნდება შემდეგ პროტესტი თუკი ვიღაცებს მაცივარი გამოუთავისუფლდება. ამის ეშინია ყველაზე მეტად. და ამ ვითარებით არაბული სამყაროს ინვესტიცია ვერ გადაარჩენს. საერთოდ ვერანაირი ინვესტიცია კარგი. ყველა ინვესტიცია, სწორი ინვესტიცია, რომელიც სახელმწიფო ინტერესებში თავსდება, არის გადასარევი. რაზე ვლაპარაკობთ, მოდი ისევ ისტორიაში ჩავხედოთ. ვანის ნაქალაქარი ერთ-ერთი საუკეთესო არქეოლოგიური ძეგლი. ვანის ნაქალაქარზე მაშინდელ დიდ სამყაროში არსებულ ყველა მონეტას აღმოაჩენთ. რატომ? იმიტომ რომ ყველა იყრიდა, ყველა ვაჭარი იყრიდა აქ თავს. ეს იყო ძალიან მაგარი, რაზე დავით აღმაშენებლის ისტორია წავიკითხოთ, კაცო. ბაშს არ ახთევინებდა და პირიქით წახალისებული იყვნენ ეს. ეს არის, მოდი ეს გავიაროთ და არავინ მოიტყუოს თავი რომ ვინმეს არ უნდა საქართველოში ვინმესთან ვაჭრობა. აბსოლუტური სისულელია, ეს მშენებლობა იქნება, რა ვიცი, ბამბის შემოტანა თუ უფრო დიდი ტექნოლოგიური რაღაც გიგანტები რა სისულელე ხარ თქვენ წარმოგიდგენიათ რომ მაგალითად ჩინეთმა აქ რო გახსნას ქარხანა, ვინ იტყვის უარს? ხვდებით, თუ ეს ხელშეკრულება თუ იქნება, ოღონდ ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლეთის ნაწილი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ დაინტერესებული სხვები. დასავლეთის ნაწილად ყოფნა. აქ უნდა იყოს დემოკრატია. სულ ვიმეორებ ამას ყველა ეთერში და ყველა შესაძლებლობა სადაც მექნება. კახა კაციტაძე იყო ერთ-ერთი დიდი მოაზროვნე 90-იანი წლების საქართველოში რა, არ ვიცი, ფანტასტიკური ადამიანი, მოვესწარი მე მის ლექციებს და ამ შემდეგ მას აქ ნათქვამი. ევროპელობა იცით რას ნიშნავს? იმას კი არა, რომ სადღაც ვიღაცასთან კონტრაქტი დაამყარო და სადღაც შეხვიდე. არა, აქ უნდა ინსტიტუციები იმდაგვარად მოაწყო, როგორც იქ არის. ეგ არის დემოკრატია, ეგ არის ევროპელობა. ევროპასთან დაახლოება ნიშნავს, რომ აქ არის დემოკრატია მაღალ ხარისხში. ამიტომ ეს ამას გულისხმობ, როდესაც ვამბობ, აქ უნდა იყოს დემოკრატია მაღალ ხარისხში, ანუ რას გულისხმობს? ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა ვხედავდეთ, ხელშეკრულებას არ გაცნობენ. ანუ ყიდიან საქართველოში საუკეთესო ადგილებს ქართველი ხალხის საკუთრებას, ისე რომ არ ვიცით რა ხდება. ხო, ნუ ამაზეა აქ საუბარი თორე რატომაც არა, რა ვიცი, მე საერთოდ უფრო მეტიც კაცო, საქართველოს პატარა ქვეყანა და უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება შენ ჩინეთთან არ კონდეს ტექნოლოგიებში, კულტურული თვალსაზრისით, თან ამის ისტორიული გამოცდილებაც გვაქვს, ხო? თქვენ თქვით, რომ ჩინეთი შეიძლება სხვა არის კულტურულად, რა თქმა უნდა სხვა არის, ცივილიზაციურად სხვა არის, მაგრამ ჩვენ ისტორიაში ეს ამათთან ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს, მაგალითად, რა ვიცი, გურიაში ჩაის პლანტაციები ჩინელების გაშენებული ეს ხუმრობითაც და ძალიან სერიოზულადაც ვამბობ ამას და რაღაც ეს აბრეშუმის გზა, ამის ნაწილი ვარ ჩვენ, რასაც ახლა შუადერეფანი ქვია, ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, ოღონდ ნახეთ რა შეა საქმე. ჩინეთს შენ არ აინტერესებ, როცა არ ხარ დამოუკიდებელი.
როდესაც ის რუსეთს ელაპარაკება, ის რუსეთის პლატფორმიდან იყურებს უკვე შენ. იმიტომ რომ იცის რომ რუსეთის გარეშე თუ შენ ნაბიჯს ვერ გადადგამ და გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ, რაში ჭირდება შენთან ლაპარაკი? ვის ელაპარაკება? რუსეთის იმას უკანა ეზოს, მაშინ რუსეთს დაელაპარაკება. არაფერში არ ჭირდება. შენ საინტერესო მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ხარ, როცა ხარ სუვერენული და დამოუკიდებელი და როცა ხარ დასავლეთის ნაწილი. რატომ? იმიტომ რომ ჩინეთს შენი სახით უნდა დასავლეთზე გასვლა. დასავლეთთან დაკავშირება ეს იყო ისტორიულად ამას ვერ შეცვლის ვერაფერი. ალტერნატივას მოძებნის მაშინ და ჩვენ რაზედაც ვილაპარაკეთ, თქვათ იგივე აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთის გავლით და ასე შემდეგ დაალაგდებიან კაცო ეს ზღვა პატარა დღეს თუ არ არის შესაძლებელი ხვალ იქნება მოდი პირდაპირ თქვათ რა ახლა ვიდეოები კეთდება ქალაქები ძალიან სწრაფია ამის შესაძლებლობა დღეს ტექნოლოგიურად ამდენი ხალხი თუ გადაწყვეტს რომ ესე უნდა იყოს აუცილებლად თან არ დაგავიწყდეს ბიპი გადის უკვე აქიდან ნუ თუ ჩვენ დროზე არ უშველეთ ქვეყანას და არ გავაგდეთ ბიძინა ივანიშვილი მიტაცებული ხელისუფლება არ წავართვით რთულ ამბავში არაფერი უბრალოდ ვიქცევით აი როგორ გითხრათ რა განუვითარებელ სოფლის გამოყენება არ მეყვარს იმიტომ რომ სოფელი ხო ჩიხი ვიქნებით რუსეთის უკანა ეზო ქვია მაგას ცენტრი კი არა ცენტრი რომელიც შეიძლება კავკასია სამი ქვეყანა იქცეს ცენტრად აი ამ სივრცეში დიდი სახელმწიფო პატარა მცირე ძალები არსებობს ხო დიდი სახელმწიფო great powers small nations აი ჩვენ შეგვიძლია ვიქცეთ მცირე სახელმწიფო რომელიც საინტერესოა მეორად აი დიდი ქვეყნები ხო არსებობენ და მე რო ქვეყნები მოდიან თურქეთის, იგივე ირანის, რომელიც ვერ უტოლდება საკუთარი ძალით ჩინეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამათთვის საინტერესო ხდებით ჩვენ, რომ ჩვენ წარმატებული ვიყოთ, იმიტომ რომ ერთი დიდი სივრცე უნდა შეიქმნას მე. ამიტომაც ვამბობ, ჩვენ ვართ დასავლეთი, ჩვენ ზღვამ კი არ უნდა ჩავკეტოს, არამედ ზღვა უნდა გახდეს ჩვენი ბმა დასავლეთთან. ეხლა ესენი აპირებენ რომ ეს ჩავკეტონ და მეორე გადავიდეთ აუცილებლად განათლებაზე, იმიტომ რომ ეს არის მოდი თქვათ პირდაპირ რომ განათლება არის ის რის საფუძველზე საქართველოს ყოველთვის იყო და უნდა იყოს წარმატებული ქვეყანა. სხვაგვარად შეუძლებელია. ანუ ის რომ ჩვენ ქრისტიანული სახელმწიფო ვართ ესეც აქაც კი ქრისტიანობა განათლების რელიგია იყო და განათლებული რელიგია იყო და მაშინ ქრისტიანობამ როცა ესე დავარქვათ, მოდი შემოვიდა საქართველოს სახელმწიფო რელიგიად იქცა, სამყაროს აღქმის ენად აქცია მაგალითად ქართული, ხო? ამ ცნობილი თარგმანები, რამაც ეს საზოგ მივიდა, მე ბოლოს იმამდე იმ დონის ენად იქცა ქართული ამის გამო, ამ საღვთისმეტყველო ტექსტების თარგმნა სხვადასხვა ენიდან ამათ მუშაობა, იმ დონეზე განვითარდა ეს ენა, რომ აი ამ დიდ ციკლში მივედით და შევქმნით ჯერ ჰაგიოგრაფიის, აი ეს მნიშვნელოვანი ტექსტები, საისტორიო ნაშრომები და მივედით ბოლოს აი ოქროს პერიოდიდან ხეფხის ტყაოსნამდე და ასე შემდეგ. ნუ განათლებაა ქართველ. საქართველოს ნიშნავს განათლებას. ან კიდევ იგივე ორი ძალიან მნიშვნელოვანი კერა საგანმანათლებლო ხო? ალავერდის რა ქვია, გელათისა და იყალთოს აკადემიები. რა იყო ეს? ეს იყო დიდი ცივილიზებული და განათლებული სამყაროს ნაწილად ყოფნის აღიარება. ანუ როგორ მოვიდა აქამდე იმ ცოდნა, ის ცოდნა მოგვაქვს, ის ხალხი ვინც არიან, ეს იყალთოელები და ასე შემდეგ, ვინც აქ მოვაწეობენ, დასავლეთ, რასაც ჩვენ დღეს დასავლეთს უწოდებთ, იქ მიღებული ცოდნის და იმის ნაწილს წარმოადგენენ. ანუ ტოლი და სწორი არიან, ნატრიელაცა, თვითმაც გელაცანო, ტოლი და სწორია თვითახმაში. არა მხოლოდ თვითახმაში, არამედ გარეთ აღქმაშიც და ახლა უნდა ამათ რო ჩაკეტოს. გამიგე რას გეუბნება აი ორი ოპოზიცია რაში დგას ნახე ბოლსკი გამოდის და ამბობს რომ ბოთლის მბერავები გვჭირდებაო ჩვენო და განათლების სამინისტრო ამას უნდა მოემსახუროსო არ წარმოგიდგენია რაზეა ლაპარაკი რომ ქართველს რომელიც ბოლო რა ვიცი ტანსაცმელს გაიხდის და შვილის განათლებაში ფულს გადაიხდის და როცა ჩვენი მთელი მართლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ მთელი ჩვენი ამბიცია კარგი გაგებით ამ ცოდნაზეა და ხალხური სიმღერაც ამ დონეზე დადის ყველაფერი ამაზე დადის მე გვეუბნება რომ არაო ჩვენო უმაღლესი განათლება კი არა რატომ მანამდე ის არ გვითხრა ისაც არ მოგწონთ საბრძანდითო აი მაქიდან კი ბატონო რა თქმა უნდა მაშინაც ვერ გამოისნეს კოდი არ გინდა წადი ხო გადასახლების ფორმა ამიტომ განათლების სისტემა ახლა არის როგორ გითხრათ კაფიოთ აჩვენებს განათლების სისტემაში რაც ხდება ის არის რაც მთლიანად საქართველოსგან უნდა რომ მიიღოს
ანუ ეს არის ვიწრო წრე, ელიტარული წრე, რომელსაც თავად აკონტროლებს და მიწში ოჯახის ნაწილია, ისინი მიიღებენ ყველა სიკეთეს, მათ შორის დასავლური განათლების სიკეთესაც, იმიტომ რომ საქართველოში დარჩება სკოლები, რომელიც იქნება 12 წლიანი, ამას დაამთავრა, ესენი რას პირდებიან, ნახეთ, სკოლა უნდა იყოს რეალურად ამათი პოლიტიკის მიხედვით, ამათი რეფორმის მიხედვით, 11 წელს ამბობენ და ვითომ 12 შეიძლება თუ დაგჭირდა იქნება. რეალურად არის 10 წელი. ანუ 10 წლის მე 11 კლასში საშუალო განათლება მთავრდება, მე 11 წელი ეს არის მომსამზადებელი, 3-4 საგანს ისწავლე, რომელიც უნდა ჩააბარო და მე ეს არის კატასტროფა რა. ქვეყანაში, სადაც 3 წლიანი ბაკალავრიატი და 1 წლიანი მაგისტრატურა იქნება, თუ არ არის 12 და 13 წელი საშუალო განათლება, შენ ჩათვალე რომ განათლებას ვერ იღებ. აი, მოდი რა ვთქვათ, იცით, კარგი მოცეკვავე რო გახდე, რამდენი 10 წელი ხომ უნდა იცეკო. აი, სუხიშვილების ანსამბლში არავინ არ მიგიხებს, თუ კი შენ 10 წლის განმავლობაში ერთი და იგივეს არ აკეთებ. ხო, ეგრე ვერ იცეკვებ, იმ ხელა სტანდარტია რა. აქ შეიძლება ვიღაცა 3 წლის მერე მიიღონ გენიოს თუ დაიბადა, მაგრამ სტანდარტი იმ ხელა. შენ წარმოგიდგენი არა, საშუალო განათლება, მე რო კარგი ინჟინერი გახდე, ექიმი გახდე, აი ეს გადაწყვეტილებები მიიღო, ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, ექსპერტი რო გახდე. გეუბნები რომ 10 წელი უნდა გასწავლო სკოლაში. როცა მაგალითად ერთიანი სწავლას ხო დათვლილია ყველაფერი. საშუალო მონაცემების ადამიანი 4 წელიწად ნახევარი ანდომებს რომ ენა აი ისწავლოს. ამას ფიზიკა, ქიმია და მარტო საგნების სწავლა ხო არ არის, ეს ხო არის ადამიანის მომწიფება. ანუ როგორ შეიძლება შენ 21 წელი, ნახეთ 16 წლის ადამიანს 15 წლის ასაკში გადააწყვეტინო რა უნდა ცხოვრების განმავლობაში. მე 16 წლის რო გახდება მხოლოდ ის 3 საგანი ისწავლოს. მე 3 წელიწადში, 4 წელიწადში მისცე მაგისტრის დიპლომი, ანუ უთხრა რომ შენ ხარ ექსპერტი ამ საკითხებში. ეს არის განადგურება ამ ადამიანების. ეს არის განადგურება მომავლის რა. და ამიტომ ეს განათლების რეფორმა არ არის რეფორმა და ძალიან სწორად უწოდეს ამას დეფორმა და ეს არის ნამდვილად დეფორმა, იმიტომ რომ ფორმას კი არ აძლევს, არამედ პირიქით ანგრევს ყველაფერს. მეორე ძალიან დიდი პრობლემა გახლავთ ავტონომიურობა, იმიტომ რომ რეალურად უმაღლესი განათლება უნივერსიტეტი მეტი არაფერი არ არის თუ არა თავისუფლება. ანუ ნახეთ, უნივერსიტეტი ნიშნავს ადამიანთა ერთობას, ანუ მოსწავლისა და მასწავლებლის, სტუდენტისა და ლექტორის ერთობას, რომლებმაც ერთმანეთთან უნდა გამოდგან სიგიჟემდე მისული იდეები. და ამ სიგიჟემდე მისული იდეების განხორციელებისთვის იმუშაონ. ეს არის განვითარება როგორც ჰუმანიტარიაში, ისე ტექნოლოგიებში და ასე შემდეგ. ნახეთ რა ხდება, რა სივრცეზე უნდათ რომ დაგვაშორონ. მარტო ერთ Horizon 2020 Horizon რა ესეთი ის არის რა ქვია აი როგორც ჩვენთან რუსთაველის ფონდია, ეგეთი ფონდია, რომელსაც აქვს 90 მილიარდი. წარმოგიდგენია რა თანხებზეა საუბარი, ამას ხარჯავს აი მე რასაც ვამბობ ახლა ამ სიგიჟე იდეებს, ბჭყალებში სიგიჟე იდეებს, თუ კი შენ კონცეფციად აქცევ, დაგიფინანსებენ. იმიტომ რომ ეძებენ ტალანტებს, ეძებენ იდეებს, ეძებენ სამყაროს განვითარების მოდელებს, იმიტომ რომ სად იბადება ეს ხალხი? იბადება ხალხში. როგორ უნდა აღმოაჩინო და დაფინანსება უნდა მიწე. ამას ეს უნდათ რომ დაკეთონ. რატო? იმიტომ რომ შენ როცა გადაწყვიტე რომ 28 ნოემბერს რო გადაწყვიტე რომ მორჩა დასავლეთი აღარ გინდა, იმიტომ რომ დემოკრატიული თამაშის წესები შენს ძალაუფლებას წაგართმევს, პირველად უნდა დაანგრიო რა თქმა უნდა განათლების სისტემა. ყველაზე სწრაფად დასავლეთში მივყავართ განათლების გზას. 5 წელიწადში, პირობითად რომ ჩააბარა სტუდენტი გახდა, სადღაც 6 წელიწადში ყავს უკვე ახალი თაობა, რომელსაც ევროპული განათლება აქვს მიღებული და უკვე წინ არის და უკვე მას აღარ აწყობს ავტოკრატია აქ. ამიტომ ეს იცის ბიზნესმენებმა და ანგრევს განათლების სისტემას და ორი რამ აინტერესებს მას. როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, ძალიან მერკანტილური და მარტივია მათი მიზნები. ამ კაცმა აიხირა, რომ კი ეგრეთ წოდებული ქუთაისის უნივერსიტეტში უნდა სწავლდეს 60,000 კაცი. ეს რატო იცით? 60,000 სტუდენტის სადღაც სწავლება ნიშნავს დამორჩილებას სრულად. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი იქნება ის, სადაც 50,000 სტუდენტი ისწავლის, აღარ უნდა ლაპარაკი. როგორ შეიძლება საქართველოში ამის საპირწონე რამე მოხდეს? ანუ ამ ადამიანს უნდა რომ ილია ჭავჭავაძის და ივანე ჯავახიშვილის იდეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახით რო განხორციელდა და მე ამას რო დაემატა სხვები მათ შორის ილიაუნი და ამ შემდეგ ესენი მეორე ხარისხოვან უნივერსიტეტებად აქციოს და თავად აი ეს რაღაც ხელოვნურად შექმნილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქცეს იმ სივრცეზე სადაც ყველაზე მეტი ხალხი მოიყრის თავს როგორც სტუდენტი ისე ლექტორი და იქნებიან მორჩილები ეს არის ერთი მთავარი და მეორე ამ უნივერსიტეტებს აქვს ქონება პირდაპირ თქვათ მოდი რა ჭავჭავაძის გამზირი სად არის უნივერსიტეტები თესეულ ყველაზე მაგარ ადგილებში ილიაუნი და არა მარტო ქალაქ ბათუმის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დათვალიერებული ფანტასტიკური სივრცეებია ნუ ბათუმი ძალიანად უკვე ფანტასტიკური ქალაქია ქუთაისი რა ცენტრშია ანუ ამ ადამიანებს უნდათ რომ ეს სივრცეები მიისაკუთრონ ხო და მე აი არავები ახსენე შენ და ბიზნეს აივანიშვილს ვალი აქვს ვიღაცების რას გულისხმობ ხო ჭირდება ეს ხალხი ვინც ეხმარება მათთვის რაღაც უნდა მიცეს უკან რაღაც ამალდებულებებს მოკლედ შექმნის ისევ აი ასე თქვა თავის ქვეშევრდომთა მილიონერი შეიძლება რას სულელია ქვეშევრდომი მონა რა მნიშვნელობა ფული აქვს უბრალოდ თორე მონური აზროვნება აქვს ამ ხალხს რომელსაც აი ამ შესაძლებლობებს მიცემს ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორე ბიზნეს აივანიშვილი ანგრევს უმაღლესი განათლებას იმიტომ რომ ავტონომია არ ჭირდება თავისუფალი აზროვნება არ ჭირდება კრიტიკული აზროვნება არ ჭირდება სკოლაში 10 წლიანი განათლება, იმიტომ რომ უმრავლესობა უნდა იყოს საშუალო ფენაზე უფრო ნაკლები, იმიტომ რომ ეს არის ხალხი მე რომელსაც თulis რომ მარტივი სამართავია. ანუ გადააკეთო საზოგადოება კლასიკური ისეთ ფორმად, რომელშიც შეგუებულია უკვე ავტოკრატია. კი ბატონო. ესეთი არის ბელორუსი, ესეთი არის ჩრდილოეთ კორეა. და ესეთი უნდა რომ 30-იან წლებში რაც გაუკეთა რეალურად, აი 30-იან წლებში რაც გააკეთა უნივერსიტეტში უმაღლეს განათლებაში საბჭოთა სისტემა, მიგივეს აკეთებს, რომ ივანე ჯავახიშვილს გაუშვეს, დაშალეს აბსოლუტურად ის იდეა, რაც შეიქმნა და მერე შექმნეს უკვე სტალინის უნივერსიტეტი და ის ასე ვთქვათ, აი ჩარჩოებს აწესებდა, ზოგად საბჭოთა ჩარჩოებს აწესებდა და ზრდიდა, რასაც ახლა პირდებია, რომ მე გეტყვი შენ რა უნდა ისწავლო. შენ კი არ გადაწყვეტ. მე დაგაფინანსებ ვითომ ესეც დიდი ტყუილი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ტყუილია. ბიუჯეტში არსად არ არის, ახლაც კი არ ნახეთ, ორ ტყუილს ამბობენ. ურთიერთ გამომრცხავ ამბავს. ამბობენ რომ სტუდენტების რაოდენობა იგივე იქნება, რამდენიც იყო და ამბობენ რომ ჩვენ ყველას დავაფინანსებთ სახელმწიფო უნივერსიტეტზე მაგ ლაპარაკი. ბიუჯეტში არსად ეს არ არის. ანუ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, მარტივი ამბავია. ეხლა თუ კი მაგას რეალურად აპირებენ რომ მიიღონ ისევ იმდენი სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენსაც აქამდე იღებდნენ, მაშინ სამჯერ მეტი ბიუჯეტი, სამჯერ მეტი ფული უნდა, რატომ? იმიტომ რომ რეალურად ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ყველა ხო არ ფინანსდებოდა რაღაც ნაწილი. 100, 70 და 50%-იანი გრანტებით, ეს არის რაღაც თანხა. კომერციულებს რა ეშველება? კომერციულებს ამ ეტაპზე თითქოს პრობლემა არ აქვს, მაგრამ აუცილებლად გაუჩნდებათ პრობლემა. იმიტომ რომ ნახეთ მე რას ვამბობ, ჯერტი გაძვირდება რა. რა თქმა უნდა. ჯერტი გაძვირდება, იმიტომ რომ ეხლა არა, მაგრამ შემდგომში გაძვირებას რას გულისხმობ, იცით? ესე რას ამბობენ, ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი. ეს ნიშნავს, რომ თბილისში იურიდიული ფაკულტეტი იქნება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირობით ჯერ არავინ არ იცის, მაგრამ პირობითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვაგან შენ ვერ ჩააბარებ თბილისში იურიდიულზე ვერ ისწავლე. მაშინ უნდა წახვიდე კერძო უნივერსიტეტში. მაგრამ აქ რო წახვალ გრანტი არ მოყვება და რაღაც რო ღირს 7000 ლარი, ეს 7000 ლარი შენი გადასახდელია. ხო და ახლა აქ არის მეორე პრობლემა. ანუ როცა სწავლა მთლიანად უკვე ყიდვადია, მათ შორის დიპლომის მერე უკვე ყიდვადია, იმიტომ ასეთ პირობებში მე მარტივად წარმომიდგენია, რომ დიპლომის აღებაც აღარ იქნება მაღალ კონკურენციაში. ესე ვივარაუდებ, გავბედავ და ამ პირობებში ისე სტუდენტების ნაკადებს მიიღებს კიდე ეს კომერციული უნივერსიტეტი, რომელსაც ძალიან ხარისხიანი მარჟა აქვს ზოგიერთ უნივერსიტეტზე, მე მუშავია ზოგიერთ უნივერსიტეტებში, ისეთი შემადგენლობა მოდის სტუდენტების, ისეთი მაღალი მარჟა აქვს საგამოსდო, რომ იქ მოდის კოლექტივი, რომელსაც ძალიან აი მაღალი мотиваცია აქვს, უნარებიც მაღალია, შესაბამისად ჯგუფში ყველა მიკეთებს რაღაცას. ამ შემთხვევაში მოვა ისეთი ადამიანები, რომლებშიც ძალიან დაბალი იქნება და სტუდენტების მომზადების ხარისხი. ეგ ერთი და თან მოდი ერთზე დავა. უცებ გაფუჭდება იქ ყველაფერი. თუ გინდათ ახლავე ჩამოგითვლით, ვინ არ აწყობს ბიზნეს აივანიშვილს. დიახ. რაც გულისხმობ რა. აქაც ხო მაგაზია ლაპარაკი, ვიღაცა შეექმნება ის პრობლემა, რაც მეორეს არა. და ამის ნათელი მაგალითი თავად უკვე ის არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კი უქვია იმას,
საერთაშორისო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ პირობებში ახლა არანაირი კანონი მათზე არ მოქმედებს. ანუ არ ჭირდება თქვა ჩვენაც ჭირდება აკრედიტაცია, არაფერი არ ჭირდება რა, არაფერი. უბრალოდ არის და მორჩა რა, ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტია და არაფერს არ ასრულებს, რაც კანონით მოეთხოვება. ეს იმუშავებს ყველა სხვა დანარჩენს. ანუ იმ კერძო უნივერსიტეტებსაც, ვისაც უნდა რომ პრობლემა შეექმნას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, შეექმნება პრობლემა. აი მაგალითად ავიღოთ UG, საქართველოს უნივერსიტეტი, რომელსაც ახალად შედავებიან ტერიტორიებზე, რომელიც ასე შემდეგ. რატო? იმიტომ რომ ეს თუ ტერიტორია არ გექნა, რა ვიცი ხა საბერძნეთი ხო არა რომ ფეხთიარო და ისე მიიღო განათლება სადღაც აუდიტორია გჭირდება. ანუ ბევრი გზა მოიძებნება, მე დარწმუნებული ვარ რომ ახლა ამ ეტაპზე უბრალოდ არ აწყობთ ამის გააქტუალურება. პირველ ეტაპზე თუ გადააგორეს აი ეს სახელმწიფო უნივერსიტეტებთან დაკავშირებული ასე ვთქვათ მიზნები და განახორციელეს, მერე მიადგებიან კერძო უნივერსიტეტებს. რატო? იმიტომ რომ ის კერძო უნივერსიტეტები განა არ დარჩება ისე როგორც კერძო სკოლები, მაგრამ იქნება იმ ხალხის ხელში, ვინც არის კოცი. მოდი პირდაპირ ვთქვათ რა. რაც არ აწყობთ, იქნება ფრიუნი, UG თუ ასე შემდეგ. შეუქმნიან ისეთ პირობებს, რომ ვერ გაჯობებს და ერთადერთი შანსი იქნება, რომ გააძვირო მერე. ანუ მაგალითად დარჩე პატარა და თუ გადარჩენის იმაში გადავლენ. ამიტომ მე ეხლავე ვაფრთხილებ და ყველას ვეუბნებ, რომ ეხლა რომ თითქოს გაჩუმებული ვინც არის, ძირითადად იმ კერძო უნივერსიტეტებზე ვამბობ, რომ არ ეხებათ თითქოს ეს რაღაცეები და ჯერ მარტო სახელმწიფო, ეგრე არ არის, ეგრე მარტივად და არ აქვს საქმე. უბრალოდ გეტყვით ერთმანეთ თქვენი ლაპარაკეთ, ნახეთ ირაკლი, მაგალითად ფრიუნი არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი რა, ეს დავარქვათ, მოდი, რომ რას გულისხმობ? თითქმის ყველა 100% გრანტით ვინც იყო, ყველა მიდიო, უпростоრად ესე პირიქით ვთქვათ. აი მაგალითად იგივე მათემატიკა, ფიზიკა, ესე კომპიუტერული ტექნოლოგიები, სპეციალობები რაც იქ ისწავლება, კომპლექტდებოდა იმ ადამიანებით, ვისაც ჰქონდა 100%-იანი გრანტი. ყველა შემთხვევაში რა. თუ შენ წარმოიდგინე ხანდახან იყო კონკურენცია იმ ხელა რომ 100%-იანი გრანტის პირობებშიც კი ვერ ხვდებოდნენ. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ 100 კაცი თუ მიდიოდა 100-ს მიყვებოდა 2250 ლარი. ეს იყო საბაზო ფული, რომელიც მათ შეძდიოდა და ეს უმარტივებდათ მე ასე თქვა ბიუჯეტის დიდ ნაწილს წარმოადგენდა. და მე უკვე ჯერ ერთი შიდა დაფინანსებები ქონდათ, მე ამ სტუდენტებსაც აღარ უჭირდათ გადახდები. ხო და ახლა ამ პირობებში, როდესაც ეკონომიკა ისედაც გაუარესდება, ფინანსური თვალსაზრისით მოდი პირდაპირ თქვათ, ახლა მარტივი ასაქმელია რა, მსხლის ფასი 16 ლარი რომ არის საქართველოში, რა ვიცი, რა ვთქვა კიდე აი ყველაზე უფრო ისეთი უხარისხო პროდუქცია რომ ხელმისაწვდომი აღარ არის, ეს ხო პირდაპირ ნიშნავს რომ ფულს არ აქვს ძალა. ხო და ნუ ეს არის რთული ამბავი. ამიტომ განათლების სისტემა პირდაპირ ვამბობ, აი ხა 24-ში შაბათის მარში არის განათლების მარში, დაიცავი განათლება და მე ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ, ვისაც კავშირი აქვს განათლების სისტემასთან. აი მაგალითად როგორ შეიძლება ახლა ქუჩაში არ გამოვიდნენ 40,000-მდე აბიტურიენტი ყავს საქართველოს წელს რა, სადღაც 100-ია ყოველთვის, პლუს მინუს. 40,000 ადამიანის თავად ისი მშობლები, ახლობლები ყველა ნერვიულობენ, იმიტომ რომ ნოემბერში უნდა ცოდნოდათ ამ ადამიანებს ჩამონათვალი სად შეეძლოთ ჩაბარება. ჯერ გადაუტანეს თებერვალში და ეხლა მარტში. ანუ ადამიანებმა, რომლებმაც ისედაც მძიმე წელი გაიარეს, ისედაც სტრესში არიან, ჯერ ისიც არ იციან სადაბარებენ. მე ჯგუფებში ვარ, ერთი და იგივე ტექსტს ვაზიარებ 1000-გან, რომ მეწოდებიან ეს ბავშვები, კითხვებს ვამენ, რომ რატო არ ცხადდება, იქ შეიძლება ჩაბარება. ერასნობიერებს ხალხი რაც ხდება ქვეყანაში. ხო, ბოლომდე ჯერ სამწუხაროდ როგორ არის, იცი, არიჯერებ ბოლომდე თითქოს, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვამჯერდა იმას კამით შეურევდა ბიძინა ივანიშვილი იმას, რა ქვია, წყალს. ვანო, კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მე წეგან მოვიყვანე ესეთი ბრუტალური მაგალითები, ხო, განათლების სისტემის ის ბელორუსია იქნება თუ ჩრდილოეთ კორეა თუ რუსეთი თუნდაც. მაგრამ მათ ავტოკრატიაში ხა ბელორუსია შეიძლება უფრო მეტად გვაქვს კიდე ჩვენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას მაინც აქვს მოთხოვნილება კონკრეტულად მაღალი ტექნოლოგიები მას ქონდეს. რუსეთი აი ამ ომშია ჩართული და აშკარად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაბადასტურდა, რომ ამ 4 წლიანი, ასე თქვათ, რა ვიცი, იზოლაციის თუ ძალიან რთული გამოწვევის მიუხედავად, იქ საკმაოდ
მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსი აღმოჩნდა, რომ აი ამ გამოწვევას ყველაზე ეფექტურად ეპასუხა, ანუ რუსული მეცნიერება და რუსული განათლება ძალიან მაღალ დონეზე, ანუ პასუხობს რაღაცა. ისე როგორც ჩრდილოეთ კორეაში იქ რა ვიცი, სარაკეტო ასე თქვათ, ინდუსტრია აქვთ, ის აქვთ, ეს აქვთ, ის აქვთ. ჩვენ ამ ჩიხის პირობებში პრაქტიკულად აღარაფერი არ. უფრო მეცაც ბელორუსსაც აქვს. ტრაქტორები ისინი კონსერვებული სისტემის, მაგრამ აქვს, იმიტომაც ვამბობ, აქ ამას ვერ შეძლებს ეს. აქ ჩვენ ამ ჩიხურ რეალობაში, აბა წარმოვიდგინოთ, აი დაახლოებით იგივე სცენა, როგორც აი ირანში განვითარდა. ჩვენ მაშინ ეს განათლება მე რაში უნდა დაიხარჯოს? არაფერში და ამიტომ ანუ იქნები ჭკვიანი სულელებს შორის, აი რა ის ვერ გამოიყენა. ამიტომაც არის ამ ქვეყანას სამი პერსპექტივა აქვს, უნდა და ერთი რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ამ და ეს კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის მორიგი ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მორიგი გამოწვევა. უბრალოდ ჯერ იყო და კოვიდი დაემთხვა, ანუ ბევრმა რაღაცამ ისე საერთაშორისო ვითარება იცვლება და ამით სარგებლობს ჯერჯერობით და რაღაცნაირად აი ამ რაღაცების გამო გადარჩა. თორე შანსი არ არის რომ ეს აქ ჩვენ მივიღოთ ის რაც თქვა სამხრეთ ჩრდილოეთ კორეა და ასე შემდეგ არ არის საზოგადოება ამისთვის დაბადებული. ვისაც როგორ უნდა ისე დაიჯეროს, მაგრამ მე ამის უფლებას მაძლევს ის ხალხი, ვინც ციხეში ზის და ერთ ნაბიჯს არ დგამს თანამშრომლობაზე. ხალხი, რომელიც მას იცის და აცნობიერებს, ჩემი მეგობრები მათ შორის და არა ჩემი მეგობრები, ამ მნიშვნელობა პოლიტიკოსებს არ გულისხმობ მხოლოდ მათ შორის პოლიტიკოსები შეიძლება და რომ ყველა წავიდოდა ხა თქვენ ხო კარგად იცით რომ მელიასაც, გვარამიასაც, რავი ლაკასაც და გირჩსაც არსაც წასვლა არ გაუჭირდებოდა ქვეყნიდან ხო და იტყოდნენ რომ დაჭერას ვამჯობინეთ რომ წავედით. ხო წავიდოდნენ. მაგრამ არ წავიდნენ, იმიტომ რომ ჯერათ იმ ბრძოლის რისთვისაც იბრძვიან. გიორგი სულ მავიწყდება კაცო ამ სხვები არ მინდა რომ გამომჩეს. ნებისმიერი ვინც ახლა ციხეში ზის, ხოლო ჩვენ ლიდერებზე არ ვლაპარაკო და განსაკუთრებით პოლიტპატიმარი ადამიანები, ის ხალხი მსახიობი იქნება ეს თუ მხატვარი და რაღაც თითქმის არასრულწლოვანი ბავშვები, რომელიც სულ ტყუილ უბრალოდ დაიჭირეს. ერთი ნაბიჯი თანამშრომლობისკენ არ გადაუდგამთ. ისე როგორც ქუჩაში ყოველდღიურად გამოსული ადამიანები, რომელთაც ასევე ძალიან კაფიოდ შეერათ რომ ეს არის ბრძოლა და ამ ბრძოლას შედეგი აუცილებლად მოყვება და დღეს არა ხვალ არა ზეგ. ამიტომ მე მგონია რომ ბიზნა ივანიშვილს და ამის ნათელი მაგალითი ის არის რომ საერთაშორისო იზოლაციაშია, არავინ არ ელაპარაკება, მათ შორის არის დასავლეთ მითხარი, აი თურმე ჩახედე და მოძებნე სერიოზული შეხვედრა ბოლო 2 წელიწადში ვისთან ჰქონდათ. არ არსებობს. არა სამთავრობო დონეზე არ ყოფილა არსად. ანუ რას გულისხმობ? ხო ხტებით სადაც რაღაც უნგრეთი რა იქნება ამათი, აი და ისის როგორი მარგინალი დადის, დაუშვათ უნგრეთი იყოს, მაგრამ გააჩნია რისთვის ჩადის. ხო, არა, ისიც კომიკურია მთლიანად. არაფერი კაცო, ანუ როგორ სამხრეთ კავკასიაში, როცა ჩვენ ეს პრობლემა არასდროს არ გქონდა რა, გადავეკიდე ამ შევარდნაძეს, მაგრამ არც ერთ პერიოდში არ გქონდა პრობლემა, რომ ერევანი, ბაქო ჩვენთან რაღაცა ოდნავ უარყოფით განწყობებსაც კი გამოხატავდა, ახლა ხო ხედავთ რამხელა ტრიბუნიდან პირდაპირ თქვეს ისეთი ფრაზები, როგორ გვახსენეს, რომ ახლა გადის საქართველოზე, გადმოინაცვლებს ჩვენზე, იმიტომ რომ აბსოლუტური უპატივცემულო, აბსოლუტური. იმიტომ რომ არ იმსახურებ. რატო? იმიტომ რომ შენ უკვე საკუთარ თავს საქართველოს აღარ უწოდებ, კაცო, ამ პოლიტიკის პირობებში რუსეთი ხარ, ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს რუსეთს. ხო და ხა ჩვენ უნდა ახლა რეალობა, სადაც უნდა დავფრინავდეთ მართლა ახლა ნორმალური ყავდეს მთავრობა, ბრიუსელში უნდა დიდი წარმომადგენლობა ცხოვრებდეს საქართველოს მთავრობის. იმიტომ რომ ევროპაში უნდა გაძლიერდეს ჩვენი კავშირები, იმიტომ რომ ამერიკა სხვა პოლიტიკას დაადგა, ხვდებით ხო რა ეს სხვაგვარად გადალაგდა, მოკლედ, სხვანაირ ეხა თავარი ამერიკაშიც, რა თქმა უნდა. და ანუ ამერიკაშიც და ყველგან, მათ შორის პეკინშიც ყველგან უნდა დაფრინავდნენ ეს ადამიანები და რეალურად არცად. რეალურად სხვა მოხსენება ვიხილეთ ჩვენ. ევროკავშირის აღარ არის ხوارდა და გავიწყდა. ხო, ნუ ახლა ეს აწყობთ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. მე არ ვიცი ეს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეს რამდენად პროდუქტიულია ესეთი საუბარი. წელავენ დროს. არ ვიცი, აი რაღაცა ძალიან კიდე უცნაურიც არის, აი იმაში ძალიან კომიკური, ტრაგიკომიკური ჩვენ შემთხვევაში. თითქოს და ვინმე რომ მოინდომოს, რომ რაღაცა კომიკური ჟანრის, რაღაცა პოლიტიკური სატირა დაწეროს, არაფერი არ უნდა მას მოიგონოს. აი უბრალოდ ჩართოს
იმედი, მე გადმორთო საკით, მე დაწეროს ესე ლამაზად და შეკოწიწებული სასაცილო ისტორია. ძალიან კარგად მუშაობს. ეგ არის მთავარი პრობლემა. ამ ხალხს უჭირს, ხრაზე ვაპარაკობთ, ხალხს ატყუებს იმ ხალხს, რომელსაც წერილზე შეაქვს, რომ რაღაც მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარება და 700,000 ასეთი და 1,800,000 თუ 1,700,000 ამ დახმარებას ითხოვს, ამ ადამიანებს ატყუებენ, რომ ეკონომიკა იზრდება. კი, იზრდება. ხო, და რაღაც სრულიად წარმოუდგენელ რიცხვებს უსახელებენ, რომელიც არის როგორ გითხრათ, რაღაც თანხები შეიძლება შემოდის, მაგრამ თვალი ფაქტი ერთია, რა სად მიდის. ამ ხალხმა დაიჭირა მთელი სისტემა გაშიშვლდა ამ დაჭერებით, ღარიბაშვილის და ასე შემდეგ, რომ კორუფციული იყო ეს და საიდან კაცო ამ პატარა ქვეყანაში როგორ შეიძლება ამდენი ფული ერთმა ადამიანმა დააგროვოს და ერთი ხო არ არის. არიან ბევრი. ხო, ძალიან მარტივი და ეხლა რასაც აკეთებენ ეს მაღაზიებში შესვლა სუსის და ვითომ რაღაცა ფასების კონტ ეს არ არის ამათი მოგონილი ხო ესეც ავტოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ესე მოიქცა რუსეთშიც როცა ეკონომიკური კრიზისი დადგა ყველა ავტოკრატიული რეჟიმი იგივე საკეთებს ბიზნესი მოიგუდება ეგრე არ ხო რაღაც დონეზე როგორც ჩანს მუშაობს რაღაც პერიოდი ეს იმუშავებს ეფექტი იმიტომ რომ გააპიარებენ იმიტომ რომ იმუშავებს რასაც იცი რომ ფასები გაიზარდა ამ დიდარმა გაზულუქებულმა ესეთ ფორმას აძლევს ამას და რაღაც დონეზე ალბათ ამუშავებს მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც პრობლემა იქნება ხა წარმოიდგინე რა სისულელე თქოს ბევრი მაღაზია არის იმის ბრალი ბევრი მაღაზიის ბრალია რომ პროდუქცია გაძვირდაო მთელი ეკონომიკის ლოგიკა უცებ მოიყვანა თან ტყუილი კაცო გერმანიაშიო 100,000 კაცზე აქ ამდენი მაღაზია გვაქვს და გერმანიაში იმდენიო აქაური რიცხვი დაემთხვა მართლა 100-ია 100,000-ზე ამდენი აღარ მახსოვს რომ გერმანიაში გაამესამე და სამჯერ მეტია მაღაზია რა ხო არაფერი ხო მე იმედი მაქვს ანუ რომ რაღაცა ეს წელი მე ასე ვივარაუდი როცა დაიწყო ეს წელი რომ ეს წელი გადამწყვეტი წელია ძალიან ბევრი რაღაცა გადაწყდება ამას და მე იმედი მაქვს რომ მოახლოეს მომავალში ყველაფერი შეიძლება მადლობა შენ პირიქით დიდი მადლობა ეთერისთვის დროისთვის რა ვიცი ყურადღებისთვის მეგობრებიც გახდათ ვანაწერეთენი მე ირაკლი მეფარიშვილი გემშვიდობით მოვალ კვირაში ხვდებით ერთმანეთს ნახვამდის